მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ბარიერი, მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ. კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა ეგრეთ წოდებულ ციანდის საქმესთან დაკავშირებით თუ ახალი დეტალები, რომელსაც ამ საქმესთან პირდაპირ კავშირი აქვს. კრიმინალური დაჯგუფება დეკანოს გიორგი მამალაძის უკან ფულის გათეთრების მცდელობა მისი მხრიდან ეს არის ის ახალი ეჭვები, რომელიც საპატრიარქოში გაჩნდა კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით. საინტერესოა რა წერია ამ დოკუმენტში და რატომ ამბობენ თავად დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატები, რომ განსხვავებული ინფორმაცია აქვს, საუბარი აქვს საქველმოქმედო პროექტებზე, რომელსაც უკავშირდება ეს ყბადაღებული 50 მილიონის ევროს გადმორიცხვის საკითხი, რაზეც საპატრიარქოს იურისტი აკეთებდა განცხადებებს და როგორც თავად დეკანოზის ადვოკატები ამბობენ, ეს ინფორმაცია და ეს დოკუმენტი აქვთ პროკურატურაშიც, სადაც განიხილეს ეს ყველაფერი და მათ ვერაფერი დაინახეს აქ სამართალ დარღვევა. რაც შეეხება თავად საპატრიარქოს მხარეს, აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, დეკანოზი ამბობს, რომ თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ეს სამართალ დარღვევა კი არ არის, არამედ საეკლესიო კუთხით არის დაუშვებელი, მაშინ ამ ფონზე დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს საეკლესიო სასამართლოს და იმ მღვდელმთავრების დასახელებას, რომლებსაც მისი თქმით კავშირი აქვთ ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ თემებზე ჩვენ ვიმსჯელებთ გადაცემის პირველ ბლოკში, ხოლო გადაცემის ბოლოს ჩვენ აუცილებლად შევეხებით კვლავაც ფარცხალაძე თორდიას კონფლიქტის საკითხს და ამ თემაზე ამჯერად უკვე ჩვენს ეთერში ოთარ ფარცხალაძის ერთ-ერთი ადვოკატი ისაუბრებს. მე შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და ეთიკის კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულეს გენერალური აუდიტორი, რა შედაობიან ისინი აუდიტის სამსახურს. ამაზე ადვოკატთან ერთად ვიმსჯელებთ უკვე მოგვიანებით. მანამდე დაანონსებულ თემაზე მინდა გავხსნა დისკუსია და წარმოგიდგინოთ სტუდიის სტუმრები, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, იურისტი გიორგი მელაძე და ვლადიმერ ნარსია, კანონიკური სამართლის სპეციალისტი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ. მე რასაკვირველია ბატონი ედიშერისგან მინდა დავიწყო და პირველი შეკითხვა მას დაუსვა. ძალიან ბევრი მოსაზრება და განცხადება მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. მე პირველ რიგში მინდა კითხოთ, აღნიშნული იყო განცხადებაში, რომ შემთხვევით აღმოაჩინეთ ეს დოკუმენტი, სადაც რომლის თანახმადაც იგეგმებოდა უკრაინიდან ამ თანხის გადმორიცხვა 50 მილიონ ევროზე საუბარი. შემთხვევით აღმოჩენა რას ნიშნავს, ვინ აღმოაჩინა და რა ვითარებაში? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე მინდა გითხრათ, რომ მართლაც საინტერესო იყო ჩვენთვისაც ის გარემოებები, რომ აი მციანიდის საქმის შემდგომ მოხდა ჩვეულებრივად გარკვეული ოთახების დათვალიერება, ასე ვთქვათ, როგორც მე მეუბნებია, იმიტომ რომ მე უშუალოდ ოთახების დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიმიღია. და ამ დოკუმენტაციის თუ ოთახების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, როგორც მე მეუბნებიან და მითხრა ეს ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომ იყო რაღაც დოკუმენტები აღმოჩენილი. ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით ქალაქ გარეთ გავედით მე და ერთ-ერთი იურისტი, შევხვდით ამ საპატრიარქოს იურისტია. რა თქმა უნდა, ისევ საპატრიარქოს იურისტია საუბარი, ჩემ მეგობარზე, შევხვდით ერთ-ერთ სასულიერო პირს და გვაჩვენა რაღაც დოკუმენტები და გითხრა, რომ აი ახლა მე იურისტი არა ვარო ამიხსენით რა ხდება. ნუ ამ დოკუმენტებიდან გავარკვიეთ და ეს თვალნათლივ ჩანდა, რომ ესე იგი ხელშეკრულება იყო დადებული, ამ ხელშეკრულებასთან ერთად იყო ორიგინალი დოკუმენტებზე აქ საუბარი. ანუ ორიგინალ დოკუმენტებში მე გულისხმობ იმას, რომ ყველა მხარეს, ვინც ხელშეკრულებაში მონაწილეობს, აქ თავისი ეგზემპლარი, ახლა ვინც ელემენტარული სამართლებრივი წარმოება იცის. აი ეს ერთ-ერთ ეგზემპლარზეა, ასე ვთქვათ, საუბარი. და ამ ეგზემპლარიდან ირკვევა, რომ სწორედ 50 მილიონი ევროსთან დაკავშირებით, ჯერ ერთი პირველი ის გავარკვიეთ, რომ რაც ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო, რომ მამა გიორგი მამალაძის თურმე ესპანეთში ქონია, მადრიდში გახსნილი კომპანია. ნუ ახლა ეს დასახელებამდენი აღარ მახსოვს, მაგრამ ეს საჯაროდ უკვე ცნობილი არის და დიახ, ამას ყველა ადასტურებს უკვე და მეორე ვარიანტი თვითონ ამ ორმხრივი ხელშეკრულება იყო, ერთი მხარე იყო ეს კომპანია, წარმოადგენელი თავისი უფლებამოსილი პირი, დირექტორი მამა გიორგი მამალაძე და მეორე მხარე იყო რაზეა საუბარი, აი რა გარიგებაზე, რა გარიგებაზეა? რა მიზნობრიობა სამთანხას მიღწევა არის? მე ერთ რაღაცას გეტყვით რა, იმიტომ რომ ახლა აქ მიზნობრიობაზე და სამართლის ნიუანსებზე რო დავიწყოთ საუბარი, აი ეს ეთერი აღარ გვეყოფა. დილამდე წავალ. ანუ ყველა რატომ გეკითხებით გოდიში რომ გაწყვეტინებთ? ანუ თქვენ ბრძანეთ რომ შესაძლოა ამ ყველაფრის უკან კრიმინალური დაჯგუფება იყოს, შესაძლოა ფულის გადაცემა. მე დღესაც ვადასტურებ ამ ფაქტს. დღესაც ვადასტურებ. მესმის, მაგრამ ეს რომ ცარიელი სიტყვები არ გამოვიდეს ტელემოყრობას ხომ უნდა ვუთხრათ? რა წერია იმ დოკუმენტში ისეთი, რამაც თქვენ მოგცათ ამ ეჭვის საფუძველი. გეტყვით, ამ ეჭვის საფუძველი არის ძალიან მარტივი. ყველა იურიდიული ფორმალური დოკუმენტები
ფორმალური დოკუმენტები იურიდიულად დგება კანონი დადგენილი წესით, რომ ის ფორმალობა არ დაირღვეს. ნოტარიუსის, როდესაც ამოწმებს, ნოტარიუსი ახლა შინაარსობრივ ნაწილში არსებობს, მაგრამ ის ამოწმეს მხარის ფორმალურ მხარეს, რეკვიზიტებს, მონაცემებს, რამდენად რეგისტრირებულია შესაბამისობაში არის თუ არა საჯარო რეესტრთან, თუნდაც ეს კომპანია მართლაც რეგისტრირებული არის თუ არა ესპანეთში, ეს არის საქართველოს კანონმდებლობით აპოსტილის წესით დამოწმებული თუ არა თარგმნილი და ასე შემდეგ. ახლა ამაზე რო ვისაუბრო, ესეთერი არ გეყოფა. მე რაზე მაქვს საუბარი? ქართველმა ნოტარიუსმა დაამოწმა ხელშეკრულება ერთის მხრივ კომპანიას შორის, ეჭვს რასაც აჩვენს. ეჭვს აჩვენს ის მარტივი რაღაცა, რომ აქ დღეს უკვე გაიჟღერა ის და ცილის წამება წამოვიდა უკვე იქ ეპისკოპოსებზე, ცილის წამება წამოვიდა პატრიარქზე, თითქოს ცილის წამება წამოვიდა ის, რომ თურმე პატრიარქსაც ცოდნია, დიახ, საქველმო პროექტი. ამიტომ აქ რაშია, იცი, აი სწორედ არის შენიღბულ ფორმაზე საუბარი, შენიღბულ ფორმაზე. მაგრამ მაინც ვერ გავიგე ის დეტალი, რამაც ძალიან მარტივად გიხსნით. კრიმინალური დაჯგუფება, ფულის გათეთრების მცდელობა, ეს არ არის ესეთი ეჭვი, რომელიც ასე უბრალოდ გაჩნდება, ხო? ეს ეჭვი კი არა, დღესაც ვადასტურებ ამას. იმიტომ რომ მე ამის საგამოძიებო პრაქტიკაც მაქვს, საგამოძიებო. ამით განსხვავდები სხვებისგან. გამომიძიებია, ესეთი საქმეები გამომიძიებია. მესმის, ბატონო ედიშე, ანუ თქვენ სახსენთ ახლა საქველმოქმედო პროექტები. მეორე მხარე ამბობს, რომ არა მხოლოდ ადვოკატები ამბობენ დეკანოზის, ისინი ამბობენ, რომ პროკურატურასაც აქვს ეს მასალა და ყველა მიცის. ხო და მარტივად გეტყვით რა იმაზეც. ახლა თქვენ თუ მაცდით და საინტერესო თუ გინდა იყო და ახლა უბრალოდ ახლა სიტყვის პინგ-პონგი არ იყოს და არ ვაცალოთ ერთმანეთს, მაშინ არ ვაცალოთ. მაშინ გეტყვით რომ აქ რაზეა მარტივად ხო და გეტყვით და თუ დამასრულებინებ წინადადებას გეტყვით. აქ რა ეჭვი რამ იმან გააჩინა რომ მიდის მამაო ფიზიკური პირი მადრიდში. ახლა მე და თქვენ რომ წავიდეთ ან ბატონი ნებისმიერი აქ ყოფიროვნება მადრიდში კომპანიას ვერ გახსნა. ელემენტარულად საქართველოში რო გახსნა კომპანია მინიმუმ იურიდიული მისამართი გჭირდება იმ პირისგან, ვინც არის მესაკუთრე და უფლებამოსილი. მარტივად ვლაპარაკობ იურიდიულად. ამიტომ მივდივართ მადრიდში, ვიღაცები ეხმარებიან არსებს კომპანიას, თან ამ კომპანია პირდაპირ ნიშნავს ქართულ ენაზე, ეს რა ქვია, მევახშე კომპანიას, ანუ ინვესტიციების რაღაც მოზიდვის და განხორციელებას. ასე რომ ვთქვათ, ქართულად უფრო ქართული სიტყვა შეესაბამება. ამიტომ ამ კომპანიასთან ეს კომპანია დებს ვიღაცა მესამე პირთან უკრაინის მოქალაქესთან, ჯერ ეს ერთი რატო უკრაინასთან, ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნება, ამ ხელშეკრულები გასაზრდა 50 მილიონ ევროზეა საუბარი. დალოცვილო, მარტივად ვლაპარაკო, არაერთი საქველმოქმედო პროექტი, არაერთი, რა ვიცი, შემოწირულობა, ქველმოქმედება განხორციელებულა საქართველოს საპატრიარქოსთან. ამიტომ საქართველოს საპატრიარქოში, როდესაც ხორციელდება, ან საქართველოს საპატრიარქო მისი დაფუძნებული იურიდიული პირობების მეშვეობით, ჩვენ თვითონ იურისტები მონაწილეობთ ამაში. ვაფორმებთ კანონი დადგენილი წესით ხელშეკრულებებს და ეს არის სრულიად გამჭვირვალე, ატვირთული საჯარო რეჟიმი და ყველა შეუძლია ნახოს რომ ვისთან რა საქმე გაქვს. ამიტომ, როდესაც შენ ასეთ რაღაცას აკეთებ თან ისე რომ ოფშორულ გადარიცხვებთან გაქვს რაღაც ურთიერთობა, რაღაც საეჭვო, ასე ან იმის აუცილებლობას ხნი რომ კონსპირაცია გააკეთო შენ მღვდელმა, მღვდელზე აქვს საუბარი. ამიტომ ეს უკვე საფუძვლიანი ეჭვს იწვევს, რომ აქ საუბარი არის ფულის გათეთრებასთან. იმიტომ რომ ამ ასეთ ვითარებაში აქ მეცაც გეტყვით. მე უბრალოდ დღეს მეგონა ექსკლუზიურად გეტყვით. მე დღეს მეგონა რომ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები იქნებოდნენ. ამიტომ მე ჩვენ დავურეკეთ გასაყვარელი ადვოკატებს მათ ფიზიკურად ვერ მოახერხეს მოსვლა, იმიტომ რომ ექსკლუზივს გეტყვით, რომ არასდროს მათ უარ არ უთქვამთ ექსკლუზივს გეტყვით, აი თქვენს ეთერში რომ დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი და მე ვთხოვ მის ინტერესების დამცველ ადვოკატებს ამ ეთერიდან, ვთხოვ რომ შევიდნენ მამაოსთან და კითხონ ვის რამდენი უნდა დარჩენოდა და რა თანხებზე იყო საუბარი აქ რომლები მონაწილეობდნენ და ვის რამდენი უნდა მიეღო. აი ეს კითხონ. ესეც გახდა უკვე ჩვენთვის ცნობილი. და ახლა მეორე იმ პროკურატურასთან დაკავშირებით რამც ვიტყვი. ეს დოკუმენტები პროკურატურას არა. გიორგი ფანცულაია ვალდებულია დაიცვას ყველა შესაძლო ხალხით მამა გიორგი მამალაძე. ეს ინფორმაცია არ იყო კომპიუტერში. მე გეტყვით რომ ეს დოკუმენტები, ოფიციალური დოკუმენტები არ იყო პროკურატურისთვის ცნობილი. ეს ჩვენთვის გახდა ცნობილი. იმიტომ რომ ის პროექტზე, როდესაც საუბრობდა, ეს იყო უბრალოდ თავის დაძვრენის საშუალება და მე ვეუბნები რომ პროექტზე კი არ არის საუბარი ოფიციალურ დოკუმენტზე, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული. იმ დოკუმენტში არ არის საუბარი ამ პროექტებზე, რა დოკუმენტზეც თქვენ საუბრობთ. ყველა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები არის სტანდარტული იმ გაგებით, მარტივად საქართველოს საქართველოს მიზნებზეა. იმ დოკუმენტში არის საუბარი ამ პროექტებზე?
ჩაქვის საეკლესიო სკოლას გულისხმობ მაგალითად საპატრიარქოს კლინიკას ამ ორ პროექტზე არის საუბარი ამ მე ეს აღარ მახსოვს. მე ზუსტად ახლა არ მინდა შესთემაში, იმიტომ რომ იქ რამოდენიმე ხელშეკრულებაა და ამიტომ ახლა მე უბრალოდ არ მინდა კიდე ღრმად შევიდე ამ თემაში. კარგით, მე ბატონ დიმიტრი სანამ მივცემ სიტყვას, ანუ თქვენ ამ ყველაფრის ეჭვების საფუძველი ერთი მხრივ მოგცათ იმან რომ ჩუმა დაკეთებდა, ანუ ამას ამბობთ, ეხლა თქვენ რომ ახსენეთ მაი საქონლო პროექტებს საპატრიარქოში იციან, ოფიციალურად ხდება ამის ატვირთვა, ანუ არავინ იცოდა ამის შესახებ. არავინ იცოდა, ანუ აქ რაზეა საუბარი? აქ მინდა კიდე საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს. ახლა მე რომ თქვა რომ დან უწმიდესმა თუნდაც დაუშვათ რომ მივიდნენ იმასთან, რა ქვია, უწმიდესთან ან ეპისკოპოსთან და უთხრა, იცი რა, მე კარგი აზრი მაქვს, კარგი იდეა მაქვს, დაუშვათ რომ განვახორციელო რაღაც ბიზნესმენი მოვიყვანო, რაღაცა გავაკეთო და რაღაც განვახორციელო. ეს ზოგადად ეს მიდგომა ცუდი არ არის, მაგრამ შენ თუ ამას ნიღბავ და შემდგომ ახორციელებ უკანონო ქმედებას, რომელიც იურიდიულ სამსახურთან არ არის შეთანხმებული, იურისტებთან არ არის, ანუ უფლებამოსილ პირებთან არ არის შეთანხმებული, ეს უკვე პრობლემაა. ანუ ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმა დაკეთებდა, არაფერი ამდენი ხნის განმავლობაში ტყუილია, ეგა სამი თვე იყო თანამდებობაზე, რო იძახიან პატრიარქთან დაახლოებული, არანაირი დაახლოებული არ იყო. დაცვის უფრო შეყავდა და გამოყავდა, იმის უფლებაც არ ქონდა, რომ იქ ბევრი ერობა საერთოდ არ ვიცი რომ ვინ იყო ეს. ანუ და ახლა გამოჩნდა ეს, ახლა გამჟღავნდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ხელი მოკიდეს, ხელი მოკიდეს ერთ-ერთი პარტიიდან მოიყვანეს შავი საქმეების აკეთებლად. მოდი ასე ვთქვათ რა, ვინც მოიყვანა და დაცვის უფროსმა. ოხანაშვილს გულისხმობ მე ახლა მე არ ვიტყვი სახელს და გვარ შეგნებულად. რა. კარგი, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ასეთი შემთხვევები გასაგებია სამი თვე ახსენეთ, მაგრამ ანუ შეიძლება რომ ხვალ სხვა სასულიერო პირზე გავიგოთ, ანუ ასე თავისთვის ჩუმა დაკეთებდეს რაღაცას ადამიანი. არავინ და არაფერი არ არის არაფერი არ არის გამორიცხული, უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველთვის რომ არის ინსტიტუცია არის საქართველოს საპატრიარქო, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მას აქვს თავისი საქმის წარმოების წესი, მას ყავს თავისი განყოფილებები და თავისი ასე ვთქვა სტრუქტურა, ვინ ვისთან როგორ უნდა მიემართოს. ამიტომ, როდესაც რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაზე, სამართლებრივ დოკუმენტებზეა საუბარი, არის საქმის წარმოების წესი, მე ვკითხე გიორგისაც და ახლა მე არ ვიცი ეგაო მითხრა და ამიტომ საქმის წარმოების წესი თუ რამე იდეა შემოდის, აზრი შემოდის, საქველმოქმედო მიზნებისთვის, რაღაცისთვის, იურიდიულმა სამსახურმა უნდა მოამზადოს შესაბამის პროექტები. ძალიან მარტივია. კიდევ დაგიბრუნდებით, სხვა შეკითხვებიც მაქვს, უბრალოდ მინდა რომ სხვა სტუმრებსაც მივცეთ ამის საშუალება. ბატონ დიმიტრი, ჩვენ გვიმსჯელია ამ თემაზე, ამ სტუდიაში, კონკრეტულად ეგრეთ წოდებულ CND-ის საქმეზე. ყოველ დღე არა, მაგრამ აი ყოველკვირეულად მაინც რაღაცა ახალს ვიგებთ, რაღაცა ახალი დეტალები გვესმის, მაგრამ საბოლოოდ ამ ახალ დეტალებს მივყავართ იქითკენ, რომ შეკითხვებს ნაწილობრივ მაინც პასუხი გაეცეს თუ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გიჩნდებათ. აი, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა ინფორმაციაც მიიღეთ? ახლა თქვენ არც საპატრიარქოს წარმომადგენლები ბრძანდებით, დაუშვათ არც დეკანოზ მამაძის მხარე, ხო? ცალკე დამოკიდებელი ადამიანები ბრძანდებით. რა გაიგეთ საერთოდ ამ საქმიდან? აი მაინტერესებს, აი რაზე ვსაუბრობთ, რასთან გამშვიდობის ბატონო მაია, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენ სტუმრებს სტუდიაში, პირველ რიგში ჩვენს ტელემაყურებელს. მართლაც სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, რაც ჩვენს თავს ხდება საქართველოში. როდესაც მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად, მეთოდურად ხდება ჩვენი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის დისკრედიტაცია, თუმცა ღრმად ვწამს, ვისაც ვწამს, რომ წუდენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეწევიან მას. თუმცა საკითხი, რომელთაც მე დავიწყებ თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემას და რომელზეც არასდროს მისაუბრია ამ დღეების განმავლობაში, იმ პერიოდში, რაც მე გავიგე ახალი ინფორმაცია და ეს იქნება თქვენს ეთერში გაჟღერებული პირველად ამბავი. მე ამ კითხვაზე პასუხს, რა თქმა უნდა, არც საპატრიარქოსგან და არც მისი წარმომადგენლისგან არ მოვითხოვ, გარკვეული ეთიკური ნორმებისგან გამომდინარე, თუმცა ნამდვილად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, პროკურატურისგან და პირველ რიგში მედიას ვთხოვ, თქვენ გვიშუამდგომლოთ ჩვენ საზოგადოებას და დასვათ კითხვა, რომელსაც მე გავაჟღერებ ინფორმაციის სახით. მართალია თუ არა, ბატონო მთავარო პროკურორო, ის ფაქტი, რომ ციანის საქმის გახსნამდე ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა განხორციელებულიყო და განხორციელდა კიდეც, რაც აღკვეთილი იქნა, შეიარაღებული თავდასხმა ქორეპისკოპოსზე, მეუფე იაკობ იაკობაშვილზე, რომლის წინააღმდეგაც მიზანმიმართულად, მზაკრულად უნდა განხორციელებულიყო შეიარაღებული თავდასხმა და ამ ადამიანის ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო. მე ვადასტური, მეც მაქვს ინფორმაცია იმ შესახებ. კი ბატონო, მემაც მახსოვს სოციალურ ქსელში ამაზე აქტიურობ. მე მინდა დავსვა შეკითხვა მეორე, არის თუ არა აღნიშნული ორგანიზებული დანაშაული კავშირში
შემდგომში უკვე ციანიდის საქმით წოდებულ იმ სქემასთან, რომლის ფარგლებშიც გახსნილად გამოცხადდა დანაშაული, რომლის მთავარი ფიგურანტი აწ ბრალდებული, განსასჯელთა სკამზე მჯდომი სასულიერო პირი, ალბათ ჯერ კიდევ სასულიერო პირი გახლავთ, ხო? მამა გიორგი მამალაძე არის, მამალაძე წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ დღეს თუ გუშინ გაჟღერდა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება, რომელიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შავი კაპიტალის გათეთრებასთან არის კავშირში, ყოველ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაციით ასეა, იმიტომ რომ 50 მილიონი ევრო ეს არ არის რომელიმე ფანდრაიზინგით, ანუ საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საფონდო შემოწირულობისთვის გაწეული შრომის შედეგად მიღებული, ასე ვთქვათ, თანხა, ალბათ, თუ არის მაშინ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა არსებობდეს. ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი ადვოკატის, ბატონმა გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა თავად ყოფილა თურმე საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, რაც არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ ეს არის წილის წამება, მე არ მომერიდება ამაზე ღია თქვა და კარგი იქნება, რომ ბატონი ედიშერიც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს ალბათ განცხადებას. კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს, რაც მედიით გავრცელდა ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან, ცნობილი გახდა, რომ მამა გიორგი მამალაძის უშუალო გამგებლობისა და მფლობელობის ქვეშ არსებობდა რაღაც შეპესე დიმოილი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა საქვეყნო ცნობილი და აღიარებული საკმაოდ რესპექტაბელური კომპანია რომპეტროლის სახელით. ეს ინფორმაცია მოგეხსენებათ საჯარო სივრცეში გავრცელდა და მე მთავარ პროკურატურას უსვავ შეკითხვას, დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით და უსვავ შეკითხვას შეპესე რომპეტროლს, ასევე მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ადასტურებენ თუ არა იმას, რომ ფისკალიზირებული ჩეკი ეკუთვნოდა არა მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ლოგოტიპით ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობა, არამედ რომელიღაც შეპესე დიმოილს და საერთოდ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში კავშირი. ასევე მაინტერესებს უკვე არ ეხება ეს მთავარ პროკურატურას საკითხი, რომელიც შეიძლება ბატონმა ედიშერმაც გაგცეს ნაწილობრივ, თუმცა ეს უკვე საპატრიარქოს მისამართით შემიძლია თან მათ დავსვა ეს შეკითხვა, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს 31 წლის მოძღვრის ესეთი სწრაფი კარიერული ზრდა, რომელიც უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან სამსახურებში მის მენეჯმენტის სათავეში ყოფნას, როგორიც არის იოაკიმ და ანას სახელობის სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელობა, ამავე დროს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა, ამავე დროს ერთ-ერთი სასულიერო სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორობა, ამავე დროს სადღაცა შეპესეს დირექტორობა, სადღაცა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ლეგალური თუ არალეგალური თუ ნახევარად ლეგალური უფლებები. საერთოდ რასთან გვაქვს საქმე? ბატონ დიმიტრი, ეს ყველაფერი მართლა ძალიან საინტერესოა. საკითხი რითიც დაიწყო ეს ყველაფერი საერთოდ და რაზეც ვსაუბრობთ? ძალიან საინტერესო ფაქტები ჩამთვალ. ეს ყველაფერი შესაძლებაც ნელ-ნელა ასე ნაწილ-ნაწილ ვიგებთ საზოგადოება და ეტაპობრივად გვაწვდიან ინფორმაციას. იმ თავარ საქმესთან გულისხმობ როგორც იყო საუბარი კი ბატონო მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების მცდელობა, ანუ ეს იყო ასეთი ფორმულირება იყო. რა კავშირი აქვს, რა შემხელობა აქვს, რატომ დაიწყო ასე ნელ-ნელა ამ საქმეებს? აი 50 მილიონ ევროზე რომ საუბრობთ, თქვენ ფიქრობთ რომ ახლა დაემთხვა ასე რომ ახლა აღმოჩნდა შემთხვევით ეს დოკუმენტი? ანუ მანამდე რატომ არა, 2 თვის უკან აღმოაჩინა. მოხდა ამ ყველაფერზე საუბარი. მე არ ვიცი ეს დოკუმენტი როდის აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ სარწმუნოა უკვე ჩემთვის რომ ამ დოკუმენტის ავთენტურობა და მისი ასე ვთქვათ რეალურობა დადასტურებული. ნოტარიუსმა მე უბრალოდ ჩავეჭრები ამ შემთხვევაში დღეს გამოვიდა, მადლობა მინდა უთხრა მის პირად იურისტს, ქალბატონ თამარ ხარაზიას და დედამის ნოტარიუს ელისო მურღულიას, რაზეც მე ვსაუბრობდი. დღეს ქალბატონი ელისო ნოტარიუსს გამოვიდა და დაადასტურა, რომ ასეთი მსგავსი ხელშეკრულებები არსებობს და მან დაამოწმა. კი ბატონო, კარგი. ბატონ დიმიტრი, კიდევ უფრო დასტურდება, ასე ვთქვათ, ამ 50. აი რა კავშირშია მთავარ თემასთან ეს ყველაფერი, არ ვიცი რა შესაძლებაც ასე ნაწილ-ნაწილ ვიღებთ ინფორმაციას. ეს თავისუფლად შეიძლება იყოს ერთი დიდი საქმის ჯაჭვთა შემადგენლობა, ნამდვილად და ამასთან დაკავშირებით არსებობს უკვე ჩემთვის სუბიექტურად, მე ბოდის ვიხდი, რომ ჩემ სუბიექტურ აზრს მოვახსენებ საზოგადოებას და თქვენ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს სწორედ ის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობის დამადასტურებული ფაქტთა ერთობლიობა, რომლის ფარგლებში არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ სწორედაც რომ მისი უწმინდესობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი არ გამოვიდოდა ქალბატონო მაია და არ გააკეთებდა პირველივე დღეს ამ საზარელი დანაშაულის გახსნის მომენტში, მართლაც
ძალზედ საპასუხისმგებლო განცხადებას. იმასთან დაკავშირებით არ დაუმოწმებდა მას ამ განცხადებას იუსტიციის მინისტრი ქალბატონი წულუკიანი, რომ სახელმწიფოს პროკურატურამ რატომ ჩაწერა იქ წინააღმდეგ იყო მიმართული ეს დანაშაული, რომ სახელმწიფოს ავტორიტეტს ექმნებოდა განსაკუთრებული საფრთხე და რომ პირდაპირ მიმართული იყო დესტაბილიზაციისკენ ეს მოქმედება. ბატონო, პროკურატურამ რატომ მიუთითა შემდეგ აღმოვაჩინა მადლობა დარწმუნებული რომ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხს აუცილებლად მივიღებთ. მე მაპატიეთ ეხლა მე ჭორაობას ვერ დავიწყებ, რატომ თეთრუაშვილი და რატომ სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია რომ სრულიად ლეგიტიმურია ის მოსაზრებაც, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საკმაოდ დასაბუთებული ვერსიები იმასთან დაკავშირებით, რომ ციანიდი სწორედაც რომ მიემართებოდა იმ მიზნით, რომ იმ ციანიდით უნდა მოხდარიყო მისი უწმინდესობის ლიკვიდაცია, ხოლო იქვე მყოფი ქალბატონი თეთრუაშვილისთვის უნდა მოხდარიყო ფაქტის, ეგრეთ წოდებული ფაქტის ჩადება იმ მიზნით, რომ გამორიცხულიყო ყველა სხვა ვერსია გარდა იმისა, რომ ქალბატონი თეთრუაშვილი უნდა ყოფილიყო კვლელი. დიახ, მას უნდა დაბრალებოდა. ესეთი ვერსია არსებობს. ასეთი ვერსიის არსებობას აქვს თავისი ლეგიტიმური საფუძვლები და ჩემთვის მაგალითად სრულიად წარმოუდგენელია, რომ თეთრუაშვილის ლიკვიდაცია, რომელიც სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო თბილისში, უნდა მომხდარიყო სადღაც გერმანიაში. რატომ პატრიარქის მიმართ? ქალბატონო მაია, ამასაც ვიტყვი. რატომ პატრიარქის წინააღმდეგ? იმიტომ რომ პატრიარქი პოსტოპერაციულ პერიოდში იმყოფებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ბუნებრივია იქ ჩაითვლებოდა რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმაციულ პირობებს გაითვალისწინებდა და მისი ლიკვიდაცია იქნებოდა გაცილებით უფრო რეალური და გაცილებით უფრო დამაჯერებელი და თანაც გერმანული სამართალდამცავი ორგანოების მიერ აუცილებლად გადამოწმდებოდა ყველა ფაქტი. პათანატომიური ბოდისფიქრი ძალიან შორს რომ მედივარ, მაგრამ პათანატომიური კვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ გამომწვევი მიზეზი იქნებოდა სწორედ ნატრიუმის ციანიდი თუ კალიუმის ციანიდი და შესაბამისად თეთრუაშვილის ჩანთიდან ამოღებული ასე თქვათ ეს ნივთიერება ბუნებრივია ეჭვის ყოველგვარი გამორიცხვის გარეშე თავიდანვე უბრალოდ გამორიცხვით თავიდანვე მიიტანდა მასზე დასაბუთებულ ეჭვს. თუმცა არ გამორიცხავს მაინც შორენას ლიკვიდაციასაც ჩანთიდან ამოღების შემთხვევაში. მე არ ვამტკიცებ რომ შორენას ლიკვიდაცია იქვე არ განხორციელდებოდა, მაგრამ ფაქტია რომ ქალბატონი შორენა აქ განტევების ვაცად იქნებოდა. ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით ისმის დეკანოს გიორგი მამალაძის სახელი და გვარი მარტოა ის ამ ყველაფერში. ბოდიში იცით რამაც მე ნებს ამას ესეც უნდა ვთქვა რეპლიკის სახით თუ შეიძლება რომ ქალბატონ შორენას ნაირი ერთგული ადამიანი პატრიარქს ამას გეუბნებით სუბიექტურად ნებოდ ობიექტურად ჩათვალეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მათ შორის უშუალოდ საპატრიარქოდან ამას გაიგეთ. ასეთი ერთგული ადამიანი, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში პატრიარქს გვერდში ედგა და მისი რეფერანტი იყო, ძალიან ბევრი არ მოიძებნება საქმეებში, რაზეც ვსაუბრობთ, მარტოა როგორ ფიქრობთ დეკანოზე გიორგი მამალაძე ამ ყველაფერში, ამ დერამეზე ვსაუბრობთ. არ არის. როგორ შეიძლება ეხლა ამ კითხვაზე ცალსახად გაგცეთ პასუხი, რომ ალბათ მარტოა, ან ალბათ არ არის მარტო. რაღა იგი, აქ უკვე ფიგურირებს 50 მილიონი, ხო არ გვეცოტავება შემთხვევით. 50 მილიონი ევრო, რომელიც ესპანეთში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიიდან უნდა გადმორიცხულიყო როგორც საქველმოქმედო მიზნების მატარებელი თანხის მასა საქართველოში ერთ-ერთი პირის პირად ანგარიშზე. რა მნიშვნელობა ვინ არის ეს პირი, ხო? ეს რა თქმა უნდა გამოყენებული იქნას ყველა საერთაშორისო არხები იმისთვის, რომ ესპანეთის პოლიცია ინტერპოლის მეშვეობით ასე ვთქვათ, განმარტავდეს ან ესპანეთის პროკურატურა არ ვიცი კიდე რა ლეგიტიმური სტრუქტურები არსებობს ორგანიზებული დანაშაულის თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა და მასზე ზედამხედველმა პროკურატურამ და რაც მთავარია თქვენ მედიამ და საზოგადოებამ ინფორმაცია. რა მიზნისთვის იყო მობილიზებული 50? აქ რას ამბობენ ეს სხვა თემა? რა მიზნით იყო? საიდანაც წყაროა 50 მილიონი? ფანდრაიზინგი რას ნიშნავს, რომ ქველმოქმედებას ეწევიან გადასახადის გადამხდელი კომპანიები და ნელ-ნელა გროვდება რაღაცა თანხა, რაღაცა მიზეზი. კიდევ მოგცემთ სიტყვას, ძალიან დიდი დრო დაუთმეთ ბატონ ედიშეს და ბატონ დიმიტრის, მაგრამ მოგცემთ ასევე თანაბარ დროს თქვენს. ბატონ ვლადიმერ, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე რასაკვირველია, არც ერთი თქვენგანისგან ცალსახა პასუხებს არ ვითხოვ დადასტურებით ფორმაში, მაგრამ აი ბატონ ედიშეს ამ შემთხვევაში ჩვენგან განსხვავებით ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს და თავად ნახა ეს დოკუმენტები და ასე შემდეგ. ნოტარიუსმას დაადასტურა. კი ბატონო, მაგრამ აი თქვენ რა ინფორმაციასაც იღებთ ამ ინფორმაციის საფუძველზე, აი დეტალურად საუბრობდა ბატონ ედიშერი მათ შორის, რა დასკვნის გაკეთების საშუალება გაქვთ კონკრეტულად დავიწყოთ ამ თანხაზე არის ეს ბოლო დღეებია ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა. ანუ რომელი მხარის არგუმენტები უფრო სარწმუნოა თქვენთვის? იცით, აი მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებ სტუმრებს. მე როცა დაიწყო სწორედ ეს საქმე
დაწყების წუთიდან მქონდა მუდმივად ეჭვი მე მეჩვენება დღემდე და ასე იყო ეს დაწყების მომენტში რომ სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი არგუმენტები და ის ზოგჯერ საკმაოდ ისე თქვა სასაცილოდ გამოიყურება. ეხლა მე ეს ყველაფერი რაც ეხლა გაჟღერდა უცვლელად მინდა გითხრათ რომ პირველად მოვისმინე მე არ ვიცი ამ ინფორმაციების შესახებ მაგრამ აი აქ ზუსტად ამ პროცესში გამიჩნდა რამდენიმე შეკითხვა. ბატონი ედიშერი აქ საუბრობს იმაზე რომ მან მიაგნო ან ყოველ შემთხვევაში მის ხელთ აღმოჩნდა მის ხელთ არის დოკუმენტები რომელიც არა ჩემ ხელთ არ არის ერთ-ერთი წუთით არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში დოკუმენტები რომელიც ორიგინალი არის ესე იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ასლს ამ ორიგინალის და ბატონი ედიშერს ასევე ჩვენი მსჯელობა დაეთმოს სწორედ იმ ფაქტზე ასე ვთქვათ ყურადღების მიპყრობას რომ თურმე აქ მამალაძე ეს დეკანოზი მამალაძე აპირებდა რაღაც კანონო ესეთი შეკითხვა მიჩნდება მე რომ ამ ორიგინალ დოკუმენტში ვისი ხელმოწერა აქვს იმ ხელშეკრულებას რომელი ხელშეკრულებამაც ჩვენ უნდა აგვაგებინოს ახლა იმ სჯელობა რაც აქ მოვისმინეთ თუ აქ ხელშეკრულებას აქვს ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმოწერა ესე იგი რეკვიზიტები ბეჭედი ან ფაქსიმილია აქ უნდა ერთი წუთი თუ შეიძლება აქ უნდა მე გეუბნებით არა ერთი წუთი თუ შეიძლება აქ უნდა დავსვათ ასეთი შეკითხვა ვის უნდა დავსვათ ასეთი შეკითხვა როგორ აღმოჩნდა ეს ამგვარი ბეჭედი ან ფაქსიმილია ან ნებისმიერი ოფიციალური დეკანოზის ხელში ჩვენ გავიხსენებთ არა ეს ნოტარიუსი ფიზიკური პირის მიერ არის ხელმოწერილი იურიდიული პირის მიერ არა ერთი წუთით რომ შეიძლება კი ბატონო დავასრულებ და არა მე გეხმარებით არა ნუ არ არის საჭირო მადლობთ ესე იგი უნდა დავსვათ ასეთი შეკითხვა როგორ აღმოჩნდა ეს დეკანოზის ხელში ხო ჩვენ გავიხსენოთ ცოტა ხნის წინათ ესე ვთქვათ რაღაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც დაახლოებით ასეთი ესე ვთქვათ დეტალის გარკვევას როგორ აღმოჩნდა ფაქსიმილია ხელში სავარაუდოდ ქალბატონი თეთრუაშვილის ხელში როცა ჯერ კიდე უცხოეთში მყოფი ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაინიშნა ერთ-ერთი ასევე უცხოეთის ეპისკოპოსის ეპარქიის ხელმძღვანელად მაშინ როცა ის არ იმყოფებოდა საქართველოში და არც მაშინ ასეთი განმარტებაში მოგთავაზა ბატონმა ზვიადაძემ და შემდეგ ბატონის ზვიადაძის მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის მაგრამ არაკომპეტენტური სრულიად არაკომპეტენტური ეს პასუხი შემდეგ სადეს და შეავსეს ვიტყვი ბატონის მილიონი ევროს და რა კავშირია იქ საუბარი რა კავშირია და პატივისცემის მიუხედავად რა კავშირია მაპატიეთ ბატონო არ მეშლება ვის გულისხმობდა გიორგი ზვიადაძეს ხო მაგრამ ეს გიორგი ზვიადაძე ბატონის ზვიადაძე და ეს ხაზგასმა ცინიკური რა შეჭირდება ჩემთვის გაუგებარია მართლა იცით რა ეს თქვენ შეიძლება ახსენოთ პროტოპრესვიტერად მე მას პროტოპრესვიტერად არ მომიცემთ ამ შეკრულებასთან რა კავშირია იცით და მაპატიეთ ბატონო თუ შეიძლება ფაქსიმილია როგორ ხდება ხელში არანაირი ფაქსიმილია არ არის საუბარი ერთი საუბარი კარგი მაშინ ესეთი შეკითხვა დავსვა რა შოში ფაქსიმილია სამართალი არ იცნობს თუ აქ ხელს აწერს ბატონი მღვდელი ფიზიკური პირზეა კარგი კი ბატონო ფიზიკური პირი აწერს მას ხელს რატო ხდება ფიზიკური პირის მიერ მოწერილი ხელშეკრულება ეკლესიის ინტერესის ქვეშ ვინ არის ფიზიკური პირი ამ შემთხვევაში როგორც მღვდელს სამართალ წარმოება სტატუსის მქონე პირს რომელიც წარმოშობს რომლის ხელშეკრულება გარკვეული ჩვენი ინტერესის სფერო რატო აკეთებს ამას დამოუკიდებლად ფიზიკური პირი როგორც მღვდელი სხვა კითხვას ვსვამ რატო ხდება თქვენი საქმე რატოა კერძო პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სადაც არ ჩანს ეკლესია არ ჩანს ოფიციალური საპატრიარქო ხელშეკრულება დგება პირებს შორის ელემენტარული ანბანია ორ პირს შორის გადადებული ხელშეკრულება არ ეხება მესამეს რატო გეხება მე ვიცი ახლა რატო საერთოდ გიყავს ახლა ერთი წუთი არა თქვენი პოზიცია გაქვს მე თქვენთვის არ შემიწყვეტია მე თქვენთვის არ შემიწყვეტია და ამიტომაც მე ნებაიბოძეთ ნუ შემაწყვეტია თორე უბრალოდ ასევე მე ბიზნეს ხარ ბატონო მე ფაქტი პირიქით თქვენ არ მაცალეთ თორე მე საინტერესო რამეს ვამბობ არ ჭირდება დახმარება ხო და დოკუმენტი თუ კი არ ვიცი მე მინდა მიუბრუნდე იმ საკითხს ბეჭედი ფაქსიმილია ასეთი საკითხები ბატონებო უნდა თავსდებოდეს სამართალ ოფიციალური სამართალწარმოების წესში ასეთ საკითხებზე ხელმისაწვდომობა არ უნდა ქონდეს კერძო პირს კარგი ვთქვათ აქ არა აქვს კერძო პირს
ხელშეკრულება გაფორმებულია არ არის საქართველოს საპატრიარქო შუაში და ამიტომ რატო ხდება? ბატონო, რატო არის თქვენი ინტერესის საგანი კერძო პირსა და დიახ, მადლობთ. ერთი წუთი დავამთავრებ თუ შეიძლება არ მჭირდება დახმარება. მეორე საკითხი ბატონი დიმიტრი აქ შეეხო და შემდეგ მივცემ ბატონს. შეეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ხო, აქ ლაპარაკია ესეთ ეპისკოპოსის ერთ განცხადება, სხვადასხვა ეს განცხადება, რომელიც აქ გააჟღერა ბატონმა დიმიტრიმ, ესე ვთქვათ, არ არის ნოვაცია, ეს ეპისკოპოსმა გააჟღერა ერთ გადაგების დროს, მან ესეთი რამ თქვა, რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რაც არ უნდა გითხრას პროკურატურა, რომ აქ იგეგმებოდა არა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის ლიკვიდაცია. თქვენ რის საფუძველზე ფიქრობთ ამას, ანუ ვიციო ამბობთ? არა. მე ვამბობ, რომ იაკობ იაკობაშვილი ეპისკოპოსმა თქვა ეს. კი ბატონო. მე მაინტერესებს და პროკურატურას მინდა დავუსვა შეკითხვა. არის თუ არა ეს პროკურატურისთვის საკმარისი მიზეზი დაიბარონ იაკობ იაკობაშვილი და კითხონ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. ამ ინფორმაციით ხო იმას გვეუბნება ჩვენ ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფო ჩვენ გვატყუილებს. პრაქტიკულად იბარებენ თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო, აი ეს მინდა ძალიან გასაგები იყოს ახლა უბრალოდ დაიბარეს. სრულად ლეგიტიმურია რა თქმა უნდა თქვენი შეკითხვა. ესე იგი, ნუ რატო არ იბარებს არქიეპისკოპოსს დაუშვათ, იმიტომ რომ არ დაუბარებია. პრაქტიკულად ეს არის განცხადება, რომ ჩვენ დიდი ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო გვატყუილებს. სამართალ წარმოება მიდის არასწორი, ესე ვთქვათ, გზით. ჩვენ ტყილდებით, ჩვენ ვისმენთ აბსოლუტურად სხვა ვერსიას და ნუ აქ დუმს ესე ვთქვათ, პროკურატურა თქვენ სწორედ შეიარაღებული თავდასხმა ხორციელდება და მას ეს მას არ ვთქვას, მაგრამ თქვენ ამას მე ვამბობ. თქვენის ნაწილის თქვით, სადაც გაიმეორეთ, რომ დიახ იგეგმებოდა პატრიარქის ლიკვიდაცია. აი ეს თქვა. მე ვფიქრობ დავსვეს კითხვას, შემდგომ კალდაკო მაია იქნება მედია. ღიად დასვან კითხვა პროკურატურა. დიახ, ესე რა მინდა იცით გითხრათ, რომ მე მეჩვენება, რომ სახელმწიფო ძალიან ბოროტად ურევს ხელს ეკლესიის საქმეებში და მე მეჩვენება, რომ ბატონ იაკობ იაკობიშვილს და აქ სრულად ლეგიტიმურია მაპატიოს ბატონმა დიმიტრიმ. მე აუხსნი თუ შეიძლება მეგობრულად, რატო გამოიყენება აქ სიტყვა ბატონი და არ გამოიყენება საეკლესიო სტატუსი ეს არ არის აუცილებლობა ის თანამდებობა და ეს არ არის ესე. სახელმწიფოს ჩარევაზე სახელმწიფო ურევს ძალიან ბოროტად ხელს ეკლესიის საქმეებში. ეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს აშკარა აქედან რომ ყავს სხვა ინფორმატორი, რომელიც სახელმწიფოდან აბსოლუტურად სახელმწიფოს წარმოადგენს, რაღაც ამსახურს არ ვიცით, შეიძლება ვიცით კიდეც ყოველ შემთხვევაში, რომელიც სხვა ინფორმაციას აწვდის იაკობ იაკობიშვილს სახელმწიფო მისი ოფიციალური ენით, პროკურატურის ენით გვილაპარაკება სულ სხვა მესიჯებით. რა მინდა იცით აქ გითხრათ და რაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული ინტერესი. რა ინტერესი ბატონ ვლადიმერ მიპასუხა? უნდა განვითარდეს ჩვენი მსჯელობა ახლა დაახლოებით ისე, რომ ჩვენ მივიდეთ სასრულ ყველაზე საინტერესო თქვა კითხვამდე, რა ინტერესი აქვს სახელმწიფოს, საიდან დაიწყო, რატო დაიწყო ეს და ნუ მე მაქვს ჩემი ვერსია და შემიძლია გიპასუხო. დიახ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო გარკვეულ სხვა ინფორმაციებს აწვდის იაკობ იაკობიშვილს. ეხლა ეს ვერსია ჩავტოლოთ ყველაზე რბილი ვერსია, იმ თვალსაზრისით თუ ის მას ვიტყვით, რომ პირველად იწყარო ინფორმაციების ეპისკოპოსს აქვს, ეს ძალიან ისედაც ბნელ საქმეს უფრო მეტად ჩააბნევს, რომ ეპისკოპოსს არ უნდა ქონდეს პირველადად ეს ინფორმაციები და მას არ აქვს არანაირი საშუალება, რომ ესეთი წყარო იყოს ეკლესიაში. ესე იგი მას ვიღაცა აწვდის ამ მოკლედ მიპასუხოთ აუცილებლად გავშოთ ამ თემაზე. რა ინტერესი შეიძლება ქონდეს საკუთარ თავზე განცდილი ზეწოლის შედეგად ისაუბრა, იმიტომ რომ ხო, ეგ ყველაზე საინტერესო აქავართ. რას მალავს ეკლესია, რას მალავს სახელმწიფო? ეკლესია არაფერს არ მალავს. კი ბატონო, მალავს ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემო ძვირფასო. რას მალავს? ხო და რატო მალავს პროკურატურა ამას თუ კი მალავს? სად არის შეთანხმებული თამაშის წესი და რატო არის ესეთი შეთანხმებული აი ამ ფორმით? რატო გვეუბნება ჩვენ მოსამართლე, რომ მან თურმე როგორც ესე ვთქვა, რაც განსაკუთრებულმა პირმა აიტანა ეს ინფორმაციები უკვე და მოაწესრიგა, ეხლა არ უნდა ეს საზოგადოებას აჩვენოს. თქვენ სახელი შემახსენეთ. მელადო მქვია. დიახ. თქვენ ხო კარგად მოგეხსენებათ რომ სისხლის სამართლის პროცესი დაზარალებულს მხარედ აღარ მიიჩნევს. არა, იცით და მე 2010 წლიდან 100. ხო, კი ბატონო, მაგრამ პროკურატურა როგორც სახელმწიფო ბრალდება, წარმოადგენს მას როგორც სუბსიდიურ ბრალდებას. ამიტომ ისეთ თქმა მინდა, იცი? ყველა კითხვაზე პასუხი, ყველა პასუხისმგებლობის საგანი აბსოლუტურად უნდა იდოს, ასე ვთქვათ, პროკურატურის კისერზე. ხო, კი ბატონო. მეუფე, პროტოპრესვიტერი, მამაო, პატრიარქი, ჩვენ არავინ არ ვართ უფლებამოსილი იმაზე მეტი ვისაუბროთ, ვიდრე პროკურატურა უნდა აკეთებდეს განცხადებებს. მაგრამ როცა მე არ დავასრულებ, მე აბსოლუტურად სხვა ბატონ დიმიტრი, დავასრულებ, ეს უკვე საზოგადოებისთვისაც ცნობილი ხდება.
მე თქვენ არ დამასრულებინოთ ისე თქვა უნდა ბატონო მოსამართლე ჩვენ ესეთ რამეს გვეუბნება რომ ამ საქმეს დახურავს იმის გამო რომ მან ესე ჩათვალა რომ საზოგადოებამ ესე ვთქვათ შესაძლებელია აი ეს ინფორმაციები ვერ ესე ვთქვათ რაღაც მოინელოს აი იქნებ დაბკოლდეს ვინ უნდა დაბკოლდეს რატომ უნდა დაბკოლდეს რა ინტერესები აქვს რა არის ცნება დაბკოლება თვითონ როგორ არ დაბკოლდა ერთი რაშია განსხვავება ჩვენ როგორ დაბკოლდება თვითონ თუ დაბკოლებული გველაპარაკება თუ რაშია საქმე გახსნა ეს საქმე ანუ თქვენ საუბრობთ ირაკლი მამალაძე რომ საუბრობდა იცით რა პროცესი იცით რა ბატონო დიმიტრი მე ნება მომეცით გითხრათ რომ მე აქ არ ვასრულებ საუბარს სხვა რამე საქმე რათა ვარ მოსული ჩვენ მე მინდა რომ განვითარდეს ემსჯელობა ისე რომ ჩვენ ვთქვათ ყველაზე მთავარი აი ამ კი ბატონო ინტერესებზე აუცილებლად ვისაუბროთ ბატონ გიორგის მინდა რომ მივცე სიტყვა თქვენ იურისტი ბრძანდებით და მესმის რომ კონკრეტული ფაქტებით გიყვართ მსჯელობა და მესმის ეს ყველაფერი მაგრამ თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს აი ამ ყველაფერს როდესაც ისმენთ როდესაც უყურებთ კითხულობთ აკვირდებით არ ვიცი რა შთაბეჭდილება გრჩებათ რასთან გვაქვს საქმე და სახელმწიფო ინტერესებზე რომ გაკეთდა აქცენტი ასე შორს თუ მიდიხართ და თუ ხედავთ აქ სახელმწიფოს ინტერესებს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას უფრო სწორად საპატრიარქოში. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო თემა არის იმ ფონზე, როდესაც ეკლესიამ ამ თემის აგორებიდან ერთ თვეში 20 პუნქტი დაკარგა პოპულარობის. აქედან დაწყებული უკვე საინტერესო თემა ეკლესიისთვისაც. მე ბატონ ედიშერს უსმენდი და მინდა მას ვკითხო ერთი კითხვა, რა ვიცი თუ გნებავთ რიტორიკული კითხვა. თქვენ გაუნძიებლად თქვით რომ ვიმუშავეთ, ახლა ადვოკატად მუშაობთ. როგორ ფიქრობთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენი ასეთი კონტრაქტი შეიძლება მოძებნოთ კიდე საპატრიარქოს უჯრედში? იმიტომ რომ თქვენ ლაპარაკობთ კონტრაქტზე, რომელიც დადო ვიღაც სასულიერო პირმა, იმიტომ რომ ის ვიღაც არის იმ ხარისთვის და თუ მაშინ ეს ესეა, კარგად გესმით თუ არა თქვენ, რომ ეხლა საბოლოო წერტილი დაუსვით საპატრიარქოს ავტორიტეტს საზოგადოების თვალში. იმიტომ რომ როდესაც ასეთი ტიპის სკანდალი გამოდის საპატრიარქოდან, რომელიც ამბობს, რომ აქვს სულიერ იმაზე ზრუნველობაზე პრეტენზია 80% წარმოადგენს საზოგადოების და მას არ შეუძლია თავისი 4000-იანი ესე იგი სასულიერო იერარქიები აკონტროლოს 4000 ადამიანზეა ლაპარაკი, მეძეა, არ ვიცი, რამდენი მღვდელია, ეპისკოპოსები ვიცით, მაგრამ ძალიან ბევრი არ არიან, მღვდლებიც რაღაც რაოდენობა, იმის იქით ალბათ ბევრი არაფერს უკვე ესე სტატუსს აღარ ფლობს. როგორ შეიძლება ასეთმა ორგანიზაციამ თქვას, რომ მას აქვს უნარი, რომ საზოგადოებას გაუწიოს სამსახური. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამას თქვენ ამბობთ, ეკლესია ამბობს. ეს პრობლემა პირველი დღე არ არის, როდესაც დადგა. საკონსტიტუციო შეთანხმებაში წერია 3 წარმომადგენელი საპატრიარქოსი და ჩვენ ხშირად გვეშლებოდა. აი, მაგალითად, თქვენ ვინ მოგცათ რწმუნებულობა მოსვლის, ხო? შეიძლება მოგცათ ქალატონმა შორენამ, იაკობია კიდე ეპისკოპოსი, ვისაც წარმომადგენლობა შეუძლია და პატრიარქს. და ჩვენ ხშირად გვინახავს, რომ ამ 3, ესე იგი, წარმომადგენლის ფონზე ძალიან ბევრი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები საპატრიარქოს წარმოადგენდნენ. ნაწილი ვიღაცას აგინებდა, ნაწილი ვიღაცას ცემით ემუქრებოდა და ნაწილი ამბობდა, რომ ჩვენ მშვიდობის მომხრეები ვართ. როგორ შეიძლება ასეთი განსხვავებული საზოგადოებრივ სივრცეში პოზიციების ფონზე ჩვენ გვჯეროდეს, რომ ბიზნეს საქმიანობაში იქ ერთნაირი მიდგომა ასეთ ორგანიზაციაში, ხო? როცა ღიად ერთი იგინება, ერთი იმუქრება და ერთი ამბობს, რომ მშვიდობის მოყარე ვარ. ეხლა ბიზნესზე მიდგა საქმე. ვინ ათეთრებს ამ ფულს? ვის ხელში გადის ეს ფული? მე ჩემი სტუდენტობიდან მახსოვს, იქ ბიჭები გაყარეს კიდე სემინარიდან, როცა ეს თემა წამოწიეს, სიგარეტის, ძეხვის, ალკოჰოლის და რაღაც ბენზინი იყო კიდე. და ეს ფული თეთრდებოდა, ის ხალხი იქ დარჩა ისევ იქ მუშაობენ ეპისკოპოსად ღდლად, თუ რა ვიცი, 17 წლის წინ იყო, მოხდა რამე არაფერი. მამალაძე, რომელიც არის აშკარად კუდის აგენტი თუ სუსის თუ რა ვიცი, რაც ირაკლი მამალაძე ხო, რომელიც ჩვენებებს აძლევს. თავარი მოწმე საქმის, კი ბატონო. უნიშნელო ტიპი კი არ არის, ის გვეუბნება, ჩვენ სახელმწიფო რას ამბობს. სახელმწიფო მე ხარ თქვა, რომ თურმე ერთ-ერთი ეპისკოპოსის მონაზონთან პირადი ინტიმური კავშირის თემაზე ლაპარაკობს ეს კაცი და ამიტომაც არ უასაჯაროებდო. ვიცით ჩვენ რას ნიშნავს პროცესის დახურვა. შეგიძლია ერთ დღეს დახურო ის პროცესი, შეგიძლია 3 დღეს დახურო პროცესი, მაგრამ როცა მთლიანად ხურავ პროცესს, ამით რას აკეთებ? ამით მოსამართლე, სახელმწიფო პროკურორი და მათ შორის საპატრიარქოს, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაახურო პროცესს, საპატრიარქოს ანგრევს. იმიტომ რომ საპატრიარქოს ისტორიაში ეს საქმე დარჩება, როგორც საზოგადოების საპატრიარქო დახურვას ემხრობა. არა. მაშინ აი სახელმწიფო ამას აკეთებს, რომ ეს დარჩება ისტორიაში, როგორც საპატრიარქოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ამ ინსტიტუტის მიმართ, რადგან ძალიან ბევრ კითხვაზე, რასაც ის ადამიანი ლაპარაკობს, ამბობს, მე მგონი ეხლა საერთოდ ის მღვდელი აღარც ესწრება პროცესს.
თქვა რომ არ მინდა მონაწილეობა. კი ბატონო, ბოლოს ხდომა დატოვა და შემდეგ მოხდა. შეუფლება არ დაბრუნდა. ანუ ჩვენ ვერ გავიგებთ სამართლიანობას. ენდობით თქვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას დღეს გეუბნებით. მომავალი 2 კვირის თავზე რაც არ ვიცი. ენდობა საზოგადოება ენდობა თავის თვალს. უყურებს, ვერ უყურებს. იქ რა მოხდა? სანამ რეკლამაზე გავალ, კიდევ ერთი შეკითხვა მოხდა თქვენთან. ერთი შენიშვნა რა, ბოდის ვიტყვი და ეკლესიას 20 პუნქტით არ მოკლებია ნდობა. ეკლესიის მიმართ ნდობას არ გულისხმობს ის, რომ ეკლესიის წიაღში არსებული ბნელი ელემენტები, რომლებიც ნამდვილად არიან, რომლებიც დისკრედიტაციას ახდენენ ეკლესიისა, რომ ეს მათი არსებობა ეკლესია შეურაცხყოფს და ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებას. ეკლესია მარადუცვალებელი, მარადიული ღირებულებაა და ფასეულობაა. და მე ეც დავამატებ, მოკლედ დავამატებ. ჯერ საქმე არ დასრულებული, ძალიან მტკუთ, ესეთი სტიგმები ვილაპარაკოთ. მე შეიძლება რომ ბატონ გიორგის ერთ რამეში ნამდვილად დავეთანხმო. და მე არ შეიძლება ამ პროცესის დახურვა. არ შეიძლება. და ისიც მინდა მჯეროდეს და ნამდვილად ასია, რომ თავად საპატრიარქო ნამდვილად არ არის იმის მომხრე, რომ ეს დაიხუროს. ეს არის პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პროკურატურამ უნდა განმარტოს. თუ მართლაც იმიტომ ხდება დახურვა, რომ მამა გიორგი აპირებს მათ შორის ინტიმური ცხოვრების პირად დეტალებთან დაკავშირებით საკუთარი დაცვა არ შეიძლება სხვისი ცხოვრების არ ვიცი თუ აპირებს ამას, ხო? თუ აპირებს, ეს მისი სტრატეგიული უფლებაა, მისი უფლებაა დაიცვას თავი ნებისმიერი საშუალებით. კარგი, რეკლამაზე რომელიც მას მისცემს უფლებას, რომ თავის უდანაშაულობა ანტკიცოს იქ პროცესში. კარგი, მოგცემთ კიდევ სიტყვას რეკლამაზე უნდა გავიდეს, მაგრამ რეკლამამდე მე მინდა რომ გიორგის კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა. თქვენ ამ საქმესთან დაკავშირებით რა კონკრეტული შეკითხვები გაქვთ, თავარი შეკითხვები, ის რაზეც დაიწყო საერთოდ საქმე, ყოველდღე რომ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, ეს კიდევ მეორე საკითხია. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ეს შეკითხვა მაქვს სახელმწიფოსთან, რამდენად როგორ გააგრძელებს და რა დროში გაწელავს ის თვალებში საზოგადოებისთვის ნაცრის შეყრას, იმიტომ რომ უფლებას ვიტოვებ არ მჯეროდეს რომ ამ ადამიანს რაიმე ციანიდი ედო, უფლებას ვიტოვებ არ მჯეროდეს რომ ეს ადამიანი რამეს აპირებდა და დარწმუნებული ვარ რაღაცას ჭორაობდა და 1000 სისულელეს მანამდე იტყოდა და ეს ჩაწერილია, მაგრამ მოქმედებაზე როდესაც მიდგა საქმე, უფლებას ვიტოვებ არ მჯეროდეს რომ მან გადაწყვიტა ამის გაკეთება, თან იცით როგორ რაღაცაზე ელაპარაკე, აი ციანიძე ელაპარაკე, ანუ მაგას ბევრს ვილაპარაკებით, რატო შეეტყობა მაშინვე რო ციანიდი გამოიყენეს იმ ოთახში და გაუძიებელი ბრძანდება და ბატონი ედიშერი და გაუძიებელი არა ვარ ადვოკატი. არა, მანამდე ვიყავ, ან გამოცდილება გაქვთ და შეიძლება იცოდეთ ციანიდი როგორ ყალსას დატოვებს და რასაც იზავს, ეს რომ არ დაიმალება და ეს რომ ყისიერი იქნებოდა და ეს ადამიანი ვინც ამას გააკეთებს ის რომ კამიკაძეა ჩამოყალიბებული, რომელსაც გადაწყვიტა რომ შემოირთხას წელზე რა ვიცი რაღაც თავი აიფეთო და ეს არ გავისით მაგინდა რომ ჩაეყარა პატრიარქისთვის თქვა ციანიდი 0-4 წამში ციანიდი აყენებს ლეტალურ შედეგს. ბუნებრივი ეს ადამიანია ერთადერთი ვინც ამაში იმ წამსვე გარემოცვაზე უნდა მისულიყო ეჭვი, მიტანილიყო ეჭვი. სხვა საკითხია, ერთადერთი არის თუ არა, სხვა საკითხია. ერთი წუთით რა. მაგალითად ჩაყრიდა N პიროვნება, რომელიც რა თქმა უნდა საკუთარ თავს არ დაიფაქტავდა, დაფაქტავდა სხვა. სხვას დაფაქტებას. ამას ამას აქ არსებობს დაიჭერდნენ ზუსტად 5 წამში. 5 წამში. თან გერმანიაში. ასე რომ ამაზე იყო გათვლა ბატონო გიორგი, თქვენ არ ახართ გამომძიებელი არც ადვოკატი, მაგრამ მაგდენი ლოგიკური აზროვნების უნარი უნდა გქონდეთ. როცა ამბობთ რომ ციანიდი საკუთარ თავს კვალის დონეზე არ დამალავდა, პასუხობთ. რომ ზუსტად ამაზე იყო გათვლა, რომ თეთრუაშვილის ჩანთაში აღმოჩნდებოდა ეს ციანიდი. ხოლო იქვე თეთრუაშვილის გვერდში მდგომი პირმღინარი შესაძლოა პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო გარემოცვის წარმომადგენელი შესაძლოა საერო პირი. ანუ თქვენ მიგაქვთ ეჭვი დაცვის უფროსზე. თქვენ შესაძლოა მე გეუბნებ, შესაძლოა. ის ამ ყველაფრის მოთავეა. მესმის. მე არავის არ ვასახებ, მაგრამ ლოგიკურად ახლა ისეთივეა დაცვის უფროსზე. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. დავასრულებინოთ ბატონ დიმიტრი და მოგცემთ ჩვენ ვერსიებზე ვილაპარაკებთ. უსასრულოდ ჩვენ კი არ ვილაპარაკებთ. ისტორიის წიგნებში შევა და ამის გარჩევას ხალხი დაიწყებს, მე ამოქეკავენ და როცა იქნება გაიხსნება ის დახურული სასამართლოს საქმის ფაილებიც გახსნება ხელმისაწვდომი და ეს უკვე გასულია საზოგადოებაში, ეს ფაილები. რა თქმა უნდა, დავასრულებინოთ იმიტომ რეკლამაზე უნდა აი ეს ყველაფერი მე მაინტერესებს. თქვენ განათლებული ადამიანი ხართ, ციგნერი და ნაკითხი ადამიანი, იურისტი ხართ და ის გახსოვთ კრიმინალისტიკის საუკუნე იურგენ ტორვალდის. და იქ ძალიან კარგად არის მითითებული და აი ეს დედუქციის მეთოდებთან დაკავშირებული საუბრები, რომელიც მათ შორის კვალის დაფარვა არ დაფარვის შესაძლებლობა იძლევა. რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ციანიდი სწორედ ის არის, რომელიც თავს ავლენს ერთ წამში. ნახევარ წამში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ამავე თემებზე განვაგრძობთ საუბარს დროებით.
ფარიერ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ და ბატონი ედიშერისგან ვიწყებ რეკლამის შემდეგ ისევ საუბარს. აი საინტერესოა აქ ერთი დეტალი. კი ბატონო, მოგცემთ საშუალებას რომ გასცეთ პასუხი, მაგრამ ჯერ შეკითხვა უნდა დავსვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ აი რაზეც საუბრობ დაწყებული იქიდან რომ იგეგმებოდა მაღალისა და იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება, აქედან დაწყებული დღემდე რა ინფორმაციაც მივიღეთ, ყველაფერზე არის საუბარი მომავალში. ანუ რომ ამას აპირებდა, ანუ რეალურად სისრულეში არ არის მოყვანილი არც ერთი მიმართულებით, ხო? დაუშვათ. ჩვენ საუბრობთ ბატონ დიმიტრეს ვკითხე, როგორ ფიქრობთ მეთქე რომ მარტოა ამ ყველაფერში თუ ეს ასეა დეკანოზი მამალაძე თუ არა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ამ დროისთვის პროკურატურა დაინტერესებული ან თქვენთან შიგნით თუ მიდის ამაზე მსჯელობა საპატრიარქოში, იმიტომ რომ ხა დეკანოზი გიორგი მამალაძე თუ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, ვისთან ერთად იქნებოდა? ანუ საპატრიარქოსში, საპატრიარქოს წევრებთან ერთად, არ ვიცი, სინოდის წევრებთან ერთად თუ ვისთან თუ ნათესავებთან ერთად. ანუ ამაზე არ გისაუბრია და არ გაჩნდა ეს მოსაზრებები. ამაზე ვსაუბრობთ არა მარტო საპატრიარქოში, არამედ მეგობრულ წრეში, თუნდაც აი ესეთ რო შევხვდებით, თუნდაც მის ეთერის შემდეგ ურთიერთობები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, ამიტომ ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ კონკრეტულად ჩვენ ბევრი რამ ინფორმაცია გაგვაჩნია. ამიტომ ვიძახი რომ ისიც კი არის ჩვენთვის ცნობილი ამ 50 მილიონი ევროდან ვის რამდენი უნდა დარჩენოდა, მაგრამ აქ რაშია იცით საქმე? ახლა ვინც სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცის, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები იცის, მე ამას ძალიან მარტივად ვსაუბრობ. როდესაც შენ დასაბუთებულ თუნდაც ეჭვს და ვარაუდს გამოთქვამ, ეს თუ არ არის გამყარებული კონკრეტული მყარი მტკიცებულებით, უკვე უდანაშაულობის პრეზუმპციას არქევ. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვიღაცისგან ირიბადან პირდაპირ თუნდაც რაღაც საუბრები ვიცით ჩვენ ამის შესახებ და დარწმუნებით ვიცით ვინ რას აკეთებდა, მაგრამ ახლა რომ გამოვიდეთ, ამას ვერ ვამტკიცებ. აქ რაშია იცით საქმე? თქვენ ახსენეთ ორი თვე ახსენეთ, ორი თვისე ვიცოდეთ, ამაზე არ მიაწოდეთ ინფორმაცია? ამაზე არ მივაწოდეთ ინფორმაცია პროკურატურას. ანუ თუ ეს სამართალ დარღვევა, იმიტომ რომ რატომ? არა. აქ ცალსახად უნდა გამოჩნდეს. ახლა იქ ერთი და ორი ხელშეკრულება, საერთოდ ხელშეკრულებები არის ბევრი და ურთიერთობები. ახლა თუ მოითხოვს ოფიციალური ორგანო რაღაცას და ეს პირდაპირ ბმაშია, პირდაპირ კავშირშია რაღაც ქმედებასთან, მაშინ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვერ დავინაირებს. ახლა რომ გავიგეთ საზოგადოება. ხო, მაგრამ ახლა რომც მithხოვის, აქ პირდაპირ კავშირს. არა, რატომ გავიგეთ მაშინ ახლა? ახლა რატომ გაგვაგებინეთ? გაგიხსნით მაგას, აგიხსნით მაგას. მთელი ეს პერიოდი, ჩვენ ეს პერიოდი უბრალოდ მე ამას ვამბობ, რომ როდესაც მიდის სპეკულაცია იმ თემებით, რომ აი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეკრულია პროკურატურასთან, საქართველოს ეკლესია შეკრულია ვიღაც პიროვნებასთან, გამოკრულია იქით ეს უკვე მიდის მანიპულირება არასამართლებრივი თემატიკით, ანუ იურიდიულად რო დაასაბუთონ თავისი პოზიცია, არამედ თვით ადვოკატებიც კი სამწუხაროდ უკვე პიარის რეჟიმში გადავიდნენ. ამიტომ მე გეუბნები თქვენ, რომ ამით თუნდაც ის დასტურდება, რომ ჩვენ არ ვიყავი დაინტერესებული მამაო წინააღმდეგ, ეს ჩვენთვის არის ყველაზე დიდი დარტყმა. მე ამ ნაწილში ვეთანხმები ჩემ კოლეგებს, ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენ ახლა რამდენი არაერთი მღვდელი ყავს. არ შეგენიშნათ, ვერ გავიგებდით, დამალავდით ამ ყველაფერს. არა ბატონო, იმიტომ რომ აქ მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, ანუ ბევრს ვერგებულობს შიდა მოკვლევა გამოძიებას, კი ანუ ორგანიზაცია, ეს ცოცხალი ორგანიზაცია, ეს ინსტიტუცია, სადაც საეკლესიო სასამართლოც ერთ-ერთი ანუ ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური სამართალი, ახლა იციან აქ სპეციალისტებიც არიან. ამიტომ შიდა მოკვლევა იმას ნიშნავს, რომ რაში იყო ეს მღვდელი, ამის გარკვევა მიდიოდა, ცოცხალი პროცესი მიდიოდა ჩვენთანაც. ამიტომ ეს უბრალოდ გასაჯაროვდა თუნდაც იმისთვის, რომ გვაინტერესებს ეს მღვდელი მართლა გულწრფელია, რასაც ამბობს. ანუ ეს საზოგადოებას დაინახოს მისი რეალური სახე. აქ არ არის ბრალდებასთან საუბარი, რეალური სახე დაინახოს. ვინ დგას მის უკანის დაინახოს. სახის მქონე ბევრი გეგულება. ამის ასეთი სახის მქონე ეკლესიაში შეიძლება ბევრიც იყოს, მაგრამ ბევრი იმ გაგებითაც არა. როგორ დაიწყეთ ხებზე მოკვლევა. მეცაც გეტყვით რომ ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი და იმდენი საჩივარ განცხადებები შემოდის ჩვენთან კონკრეტულ მღვდელზე თუ კონკრეტულ იმ საქციელზე, ამის სტატისტიკის გამოქვეყნება ჩვენ რო დავიწყოთ ამაზე საუბარი საჯარო რომ დავიწყოთ თვითონ კანონიკური სამართლის ნორმებს დავარღვევთ. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ჩვენ იმიტომ რომ ცოცხალი ყოველდღიურად მიდის დაჯა საზოგადოებას მიეწოდოთ ინფორმაცია. მე ვგულისხმობ იმას რომ ასეთი რეალური სახის როგორც თქვენ ბრძანეთ მქონე ადამიანებზე თუ გაქვთ ეჭვი და თუ დაიწყეთ
ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. ამ შემთხვევაში დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით. ამიტომ კიდე მივაწოდეთ ინფორმაცია. შიდა მოკვლევა ეს ბატონო, მაინტერესებს. არაერთ პირზე მიმდინარეობს მოკვლევა, ამიტომ ამაზე არსებობს ეთიკის კომისია, რომელსაც დაკომპლექტებული არის შესაბამისი მღვდელმთავრები და ყოველ გადაცტომაზე მიმდინარეობს ასეთი პირების დასჯა. მაგრამ ჩვენ არა ვართ არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც პროკურატურა, რომ სტატისტიკები გამოაცხადოთ და ინფორმაცია რომ ეს ხდება და ეს ხდება. რჩება მინდა სხვა სტუმრებსაც მივწეს საშუალება, მაგრამ თქვენთან მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა საეკლესიო სასამართლო ახსენეთ და ამას ითხოვს დეკანოზი გიორგი მამალაძე და სწორედ იმიტომ ითხოვს რომ ის მღვდელმთავრები გამოვლიდნენ, რომლებსაც აქვთ ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობა. ამჟამად თქვენ ამაზე რა პასუხი გაქვთ? ანუ ფიქრობ იღებთ ამ შეთავაზებას საეკლესიო სასამართლოსთან დაკავშირებით? თუ ფიქრობთ რომ დეკანოზი ერთადერთია რომელსაც შეიძლება ბიზნეს საქმიანობა ქონოდა? მე ვთქვი და ვინც გამგებია და იცის ის ადვილად გაიგებს ამას. ეკლესია თვითონ საქართველოს საპატრიარქოს არა აქვს უფლება უშუალოდ როგორც სიპს საჯარო სამართლის იურიდიულს აწარმოოს სამეწარმეო საქმიანობა ამ ინსტიტუცია. მაგრამ ამიტომ მე ცოტა ეს სპეკულაციის თემაა, რატომ იცი რომ იურიდიულად ახლა თვითონ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სხვა იურიდიულ პირს, იმიტომ რომ არაერთი შეპესია ჩვენს მიერ დაფუძნებული, არაერთი IP. ახლა ვინც იცის ეს სამართლეობა. ანუ გრაზია საუბარი ერთი წუთი. აი ჩვენ გვაქვს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნე, რომელიც შეპესია, მას შეუძლია მოგებაზე იმუშაოს. სამეწარმეო საქმიანობაა ეს. ამიტომ ახლა რატო ამიტომ არ უნდა გქონდეს ტელევიზია დაუშვათ საპატრიარქოს სიტყვაზე. ამიტომ მე გეუბნებით რომ უშუალოდ თუ მოქმედებს ეკლესია თავისი იურიდიული პირებით სამეწარმეო საქმიანობაში ეს ნებადართულია, მაგრამ ცალკეულ პირს ღდელს ან ცალკეულ პირს არა კი ბატონო, მაგრამ აპირებს თუ არა საეკლესიო სასამართლოს მომხრე ხარ თუ, იმიტომ რომ დეკანოზი როდესაც აკეთებს ამ განცხადებას, როგორც ჩანს მას აქვს ინფორმაცია კონკრეტულ მღვდელმთავრებზე, რომ გამოვლინდეს ყველა, მე არ მეშინია არაფრის, ასეთი იყო მისი განცხადება და გამოვლინდეს ყველა მღვდელმთავარი. ანუ როგორც ჩანს მას აქვს ეცოდინება ალბათ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ამბობთ, რომ გამიჯნულია ამ კი ბატონო, აი პასუხს გაძლევთ მაგაზე, რომ თუ ეს სასულიერო პირი თურმე საზოგადოების მხრიდან და ადვოკატების მხრიდან აღიქმოდა რომ ის რა ქვია შანტაჟდებოდა ჩვენი მხრიდან, ახლა გამოდის თითქოს ის აშანტაჟებს აქეთ ეკლესიას. ერთი წუთი, არა, ის აშანტაჟებს აქეთ ეკლესიას, რომ აი მე მაქვს ინფორმაციები, ახლა ყველას აი ამას ვიტყვი. თქვას ბატონო. თქვას. მას არ უთქვამს რომ არა, ერთი წუთი, ახლა თქვენ შეკითხვა სწორად დასვით. ის ამბობს რომ მე თუ მედავებიანო უკანონო ქმედებას რომ მე მაქვს ინფორმაცია სხვა მღვდელმთავრებზე უკანონო საქმიანობა. თქვას ბატონო. არა. თქვენ არ ხართ მომხრე? მან ის რა სიტყვის დაუშვათ მიიღებს გაწყვეტილებას. თქვენ არ ფიქრობთ რომ ამაზე უნდა დაინტერესდეთ? მე მეცაც გეტყვით. საპატრიარქოს იურიდიულები ამ საქართველოს ეკლესიის მმართველობითი ორგანო, რასაც ქვია არის წმიდა სინოდი. ამიტომ თუ რამე ინფორმაცია დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გაჟღერდება, მზად არის წმიდა სინოდი განიხილოს ეს საკითხი. მაგრამ ხოლო დეკანოზ გიორგი მამალაძე სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესდით საპატრიარქოს იურისტები? აქ რაშია საქმე, იცი, მის რეალურ სახეს და გულწრფელობაზეა საუბარი. რამდენად გულწრფელია ჩვენი ეკლესიის სამწუხარო ჩვენი ეკლესიის მღვდელი. სხვა მღვდელმთავრები გულწრფელები. მე გეუბნებით რომ ამ გამოვლენები მიმდინარეობს ყოველდღიურად, მაგრამ ამას აფიშირებას არ ვაკეთებ. ბატონო, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს მიერ ნახსენები კანონიკური სამართლის წესი. ამ წესის მიხედვით მე ხა მინდა ვთხოვო ადვოკატებს, ვინც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძის მხარეს, რომ მათ ევალებათ დაიცვან დეკანოზი მამალაძე და მე მინდა ვთხოვო, რომ ეს არის ვალდებულება, რომ ქრისტიანული ეკლესიის და ქრისტეს ასე ვთქვათ, სახეები, იმიჯი იქნას რაც შეიძლება მაქსიმალურად დაცული. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინება, რომელიც შეეხება არა მხოლოდ პიროვნების მამალაძის, ესე ვთქვათ, სახელის დისკრედიტაციას, არამედ შეეხება ინსტიტუტის დისკრედიტაციას, მე ვთხოვ ადვოკატებს ვალდებულებად მიიჩნიონ ქრისტიანულ ვალდებულებას, რომ დაიცვან და გააბატილონ ესეთი მე მეჩვენება, რომ ეს არგუმენტები ასე ვთქვათ არ არის საკმარისად გამყარებული. ანუ კანონიკური სამართლის წესი ეს არის. ჩემო კარგო, ყველა ადამიანი ვინც არის, ეს მამალაძე იქნება, ეპისკოპოსი იქნება თუ ასე შემდეგ, ყველა ადამიანი ვინც ეჭვმიტანილია ამ ტიპის დანაშაულში, იქნა მხილებული. თუ ზოგად წესები ლაპარაკობთ ეხლა თუმას თუ იცის რამე თუმას ხო კი ბატონო ანუ არა იმან რომ არა ჩვენ არ ვიცით ინფორმაცია
რა არიცით, კარგით რა. ახლა ხომ თქვი არ შეიძლება ინფორმაცია და მე ვიცი ხა თქვენ მეტნაკლებად ჩახედული ხართ ამ საქმე. მე ვიცი როგორ ხდება საპატრიარქოში. საპატრიარქოში საქმეები ხდება შორინა თეთრუაშვილის ნებით. კარგი. ყველა საქმე რომელიც ახლა ტყუილია. ტყუილია და ერთი მარტივად გეტყვი. ტყუილია. მარტივად გეტყვი. მარტივად აგისაბუთე. მე უფლი იაკობის შორინას ემორჩილება? მე არ ვიცი ბატონო ეს. თუ არ ვიცი აბა რა თქვენ გაარკვევთ ერთი წუთი. თქვენ გაარკვევთ. მე გეტყვით რამდენიმე ფაქტს ერთი წუთი. არა მე უფლი იაკობის შორინას ემორჩილება? ერთი წამი. თუ შეიძლება სულ სხვა განვიხილო. აბა არიცი თემა არიცი, თემა არიცი. რა არიცი? მე არ ვიცი თემა რომელსაც თქვენ ეხა აჟღერებთ. იქედან წარმომადგენელი საპატრიარქოსი. აი მე გულწრფელად მჯერა ის რომ თქვენ ეხლა ამ შემთხვევაში აჯღერებთ შორინა თეთრუაშვილის პოზიციას და არა პირად პოზიციას. პირად პოზიციას თქვენი შეხედულებები მე კარგი. უკაცრავად. დისკუსიას ვერ განვაგრძობ. ბატონო ედიშერ, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ რომ მან დაასახელოსო, გასაგებია, კარგი დაასახელოს, მაგრამ ანუ ის თუ არ დაასახელოს, თქვენ გჯერათ იმის რომ დაუშვათ არასახელებს დეკანოზი მამაძე. თქვენ გჯერათ გულწრფელად რომ დეკანოზი გიორგი მამაძე ერთადერთია საქართველოში ერთადერთი სასულიერო პირია, რომელსაც შეიძლება რომ ბიზნესის სამეწარმეო საქმიანობა ჰქონდეს. ამის გჯერათ? მე არც ვადასტურებ, არც უარყოფ ამ ფაქტს, იმიტომ რომ დაუშვათ არ გაქვთ ინფორმაცია, ეს არ ვიცი თქვენი ნება, თქვენ ასე ბრძანებით. მე არაეთიკურია, იცით ეს შეკითხვა საპატრიარქოს იურისტის მისამართით. არც ვადასტურებ, არც უარყოფ, იმიტომ რომ კარგი ეს ადამიანი არ არაეთიკურია საქართველოს საპატრიარქოს. თქვენ უსვათ შეკითხვას რომ მამა გიორგი მამალაძის ფაქტის გარდა სხვა ფაქტები თქვენთვის არ არის ცნობილი. თავად ბრძანა რომ მოკვლევა მიმდინარეობს. ბატონოც არა, როცა ჩვენ ლაპარაკობთ ინსტიტუციაზე, რომელ ინსტიტუციას წარმოადგენს დადგეს. ბატონო, ინსტიტუციის უკან დგას იდეა, ქრისტიანული იდეა, სამართლიანობის და აი იდეაზე უნდა გაქცევთ პასუხს რომ მე ვთქვი ამაზე ცალსახად რომ მიმდინარეობს მოკვლევაო და თუ მოკვლევა მიმდინარეობს იგი აქვს ინფორმაცია. კიდევ ცალსახად გეუბნებით რომ ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი და ყოველდღიურად მიმდინარეობს ამა თუ შესაძლოს ვიზახი გადაცტომას აქ დარღვევას რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან აუცილებლად მიმდინარეობს რეაგირება, მაგრამ არ ხდება ამ რეაგირებების აფიშირება. კი ბატონო, არა, ამაზე გასაგებია. სუროყირაზე დავდგეთ აქ ეხლა ვის ურმისის იმას ვერ განმახორციელებ. ბატონ დიმიტროს ვაძლევ სიტყვას, შემდეგ ბატონ ვლადიმერს და ბოლოს ბატონ გიორგის, იმიტომ რომ მელოდება კიდევ მეორე ბლოკის სტუმარი. ბატონ დიმიტრი, სახელმწიფოს ინტერესებზე როდესაც იყო საუბარი, რაღაც შეჯამებასავით მინდა გავაკეთოთ ბოლოსკენ და ამიტომ გეკითხებით. აი ბატონ ლადო საუბრობდა ამაზე. სად თქვენ ხედავთ ამ შემთხვევაში ღიად სახელმწიფოს ინტერესებს, რომ სახელმწიფო ერევა საპატრიარქოს საქმეებში და რა კუთხით მაშინ? აი ამ საქმიდან გამომდინარე შეგიძლიათ რომ იმსჯელოთ ამ თემაზე. მაგალითად თქვენ თუ ამ შეკითხვაში იმას გულისხმობთ რომ საპატრიარქო რომელიც კონკრეტული შეპესეებით ან IP-ით ახორციელებს საკუთარ ინტერესებს თქვათ და ამ შემთხვევაში მაგალითად იგივე არაკომერციული იურიდიული პირები თქვათ რაღაცა სამეწარმეო საქმიანობით არიან დაკავებული და არა ასე თქვათ ანუ ისეთი უკანონო შემოსავლები აქვს თქვათ ხო მიღებული და ასე შემდეგ მე ვთვლი რომ ასეთი ტიპის შემთხვევების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა ამ ინსტიტუციების საქმიანობის ფინანსური საქმიანობის შესწავლის საკითხში არის სრულიად კანონზომიერი, სრულიად საგადასახადო კუთხით. ნორმატიული და აქ არაფერს ახლა განსაკუთრებულს არ ვაბობ. საგადასახადო რატო? იმიტომ რომ სახელმწიფოს ადგება განსაკუთრებული ფინანსური ზიანი, საბიუჯეტო ზიანი, როდესაც ვიღაცა ოფშორს ქმნის საპატრიარქოს არადაბეგვრის, ასე ვთქვათ, გადასტურებული არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ ამ ეგრეთ წოდებულ ციანდის საქმეს, ამ საქმეში თუ ხედავთ თქვენ სახელმწიფოს. ამაში თუ მეკითხებით, აი ჩემი პასუხი ეს არის და სახელმწიფოს ვალდებულება, არამც თუ ეს კითხვა რა თქმა უნდა 100%-იანი შეკითხვაა და უნდა დაისვას კიდეც ესეთი IP-ების და ესეთი სამეწარმეო კომერციული არაკომერციული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მეორეს მხრივ ის რაც ჩვენ ვნახეთ და აგერ პირველი რითაც დაიწყო ბატონმა გიორგი მელაძემ თავისი საუბარი ახარა ასე ვთქვათ საზოგადოებას რომ აი 20% 20 პუნქტი დაიწიაო საპატრიარქოს სწორედ ეკლესიის ავტორიტეტმა და ეს არის ის სანატრელი ნანატრი ასე ვთქვათ ფაქტი რომელსაც ძალიან დიდი ხანია ცდილობენ სხვადასხვა ასე ვთქვათ კვლევის დამკვეთი ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აგერ ნახეთ რა ხდება ესე როგორ ემთხვევა ეს ყველაფერი რომ გარკვეულწილად აი ეს ფაქტი რაც უკავშირდება დანაშაულს ციანიდის საქმის უკან არსებულ სხვა ფაქტებს რომელიც აუცილებლად გახმაურდება და ხმალი ხალთაში არ დაიმალება გამორიცხულია
პანდორას ხუთი გახსნილია. ეს მხოლოდ უვერტურა, დასაწყისია ყველაფრის. რა თქმა უნდა, აქ მარტო მამა გიორგიზე არ არის ლაპარაკი და იმაშიც დავეთანხმები ყველას, რომ დიახაც მამა გიორგის სანამ არ იქნება გამამტყუნებელი განაჩენით მიცემული საბოლოო და საბოლოო ვერდიქტი არ იქნება გამოტანილი მის მიმართ, არავის არ გვაქვს უფლება რომ ვამტკიცოთ რომ ის არის დამნაშავე. არავითარ შემთხვევაში. და მამა გიორგისგან იქნება, მისი უფლებაც დამცველი ადვოკატებისგან იქნება, ბატონი ედიშერისგან იქნება თუ საზოგადოებისგან იქნება, აუცილებლად გახდება ჩვენთვის ცნობილი ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც როგორც გარემოება წარმოადგენს ობიექტურ მოცემულობას აი ამ საქმეებთან დაკავშირებით. და აქედან გამომდინარე, მე მინდა მჯეროდეს და იმიტომაც დავიწყე მე ჩემი კითხვა მთავარი პროკურატურის მიმართ, ადასტურებენ თუ არა იმას, რომ ციანიდამდე აპირებდნენ ერთ-ერთი ეპისკოპოსის მოკვდინებას სწორედ შეერაღებული თავდასხმის გზით და რომ ის დანაშაული არის აღკვეთილი, რომ ის პირი არის რეალურად დაკავებული და ნეიტრალიზირებული, არ ვიცი ამის იქეთ ინტერპრეტაციას არ მოვახდენ თუ რა შეიძლება იყოს კიდევ. ადასტურებენ თუ არ ყოფენ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფაქტები ასევე როგორც ყველა იმ წინა შემთხვევებთან დაკავშირებით თავს ვერ დამალავს. ის აუცილებლად გახდება ცნობილი. იგივე რომპეტროლის თემა. რომპეტროლი ახლა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ გადამხდელი არის ჩვენს ქვეყანაში, ხო? მისი ლოგოტიპით სარგებლობა ესეთი მარტივი თემა არ არის. მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება სასულიერო პირთან დაკავშირებულ იმ შეპსს, რომელსაც ის თავად თავმჯდომარეობს და რომელიც არც მეტი არც ნაკლები ნავთობპროდუქტების შემოტანა რეალიზაციით არის დაკავშირებული. და ამ ყველაფერთან ერთ-ერთი მსხვილ გადამხდელი არის ბმაში. ანუ ხედავთ რა ხდება ეს ყველაფერი საოცარ კითხვებსაც ჩემს რა მე ამის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას კი ბატონო, გასაგებია. იმედი მაქვს რომ ამ შეკითხვებს რაც ისმის ამ სტუდიაში ამ საქმეზე პასუხი გაეცემა. სახელმწიფო ვალდებულია რომ პროკურატურის ენით გაგვცეს, რაც შეიძლება სწრაფად გაგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი პროკურატურა ამ კითხვებზე პასუხს არ გაგვცემს, მაშინ გამოდის რომ სახელმწიფო ყოფილა დაინტერესებული ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაციით და მიზანმიმართულად ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ბატონი გიორგის გასახარად ხდება ამ პუნქტების გაღრმავება კიდევ უფრო და ბატონ გიორგის რა უხარია ამას ვკითხავ უცებ მადლობა. ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ თავარი რის სათქმელადაც მოვედიო არის სახელმწიფო ინტერესებს საუბრობდით და შემდეგ მოაყოლეთ ამას. რა არის მთავარი რისი თქმა გსურთ გითხარით და შემდეგ დასკვნით სიტყვას ბატონ გიორგის მივცემ. ვიდრე აი ამ ნაწილზე გადავა, მე მინდა გავაგრძელო რაღაც თითქოს ისეთი შტაბ-შტაბება შეიქმნა. რომ განცხადება რომ შორენა თეთროაშვილი მართავს საპატრიარქოს და შესაბამისად იცი რა მიკვირს ეს შორენაზე საუბარი ერთი წუთით ბატონო ნუღელავ აი ნუღელავ ერთი წუთით ნუღელავ ამ შორენათი სხვა არავინ არ არის რატო გელავ ბატონო ერთი წუთით მადრობა არა გითხარი ფაქტი გითხარი ხო და აი ფაქტებით მინდა ხა დაგელაპარაკო რაღაც სასულიერო პირები რომ რაღაც სინქრონში ახმოვანებს ამას ეს უკვე ეცის კარგი ერთი წამით ბატონო ნუ გაწყვეტინე თუ შეიძლება მე არ გაწყვეტინე პირები ვისთანაც ეს სინქრონში მე არ გაწყვეტინე კარგი დამაზეა მე დავიწყე წამით შეიძლება დავიხალე და შორენა არის თავი შემოვიყვანს სხვა და გამოვა რომ თქვენ წაართვით დრო ორ სტუმარს და ძალიან გთხოვთ მე შორენა არის თავი იმ პრობლემების რომელიც ეკლესიაში მიდის ერთი წამი სხვა არგუმენტი შორენა ბატონო მაცალე თუ შეიძლება თუ შეიძლება დამასრულებინე და მე მინდა კითხვები დაგისვა არა კითხვებს ვერ დავსვამ ძალიან გახმაურებული ფაქტია ეხლა რაზედაც თქვენ ღელავ ძალიან გახმაურებული ფაქტია სამების დაწვა სამების შორენამ დაწვა ხო ერთი წამი თუ შეიძლება კითხვას გისვამ და იურისტი ბრძანდები მილიონი евро შორენამ შემოიძახა იურისტი ბრძანდები და კითხვას გისვამ თუ შეიძლება ერთი წამით სახელმწიფომ გადმორიცხა მილიონები შეთანხმებული ტექსტები დავიღალე არა სახელმწიფომ გადმორიცხა მილიონები რატომ არ დააკმაყოფილა იმიტომ რომ გაგვიყვანეთ არა ეს არის მნიშვნელოვანი ისიც ამ კითხვებს პასუხები არასოდეს არ ისმის მესმის მაგრამ შორენა და სხვა რამეზე ლაპარაკი მნიშვნელოვანი არის და ვერ ჩახსნით იმიტომ ვერ ჩახსნით ის გითხარით იმიტომ ძალიან ცოტა დრო რჩება და სხვა თემებზე ვერ გადავალთ ფიზიკურად ვერ სამებასთან დაკავშირებით მესმის იცი და ძალიან ხშირად უბრალოდ გამჭრიან ეთერი და ძალიან ხშირად როცა აი ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე შემოდის კანონიკური სამართლის ცნებები შემოდის კიდე რაღაც აი არ ვიცი რაღაც ეკლესია თეორიები რომ ასე უნდა იმართებოდეს მე მინდა უთხრა საზოგადოებას ძალიან გასაგებად რომ არავითარი კანონიკური სამართლისადმი პატივისცემა ამ ეკლესიას არ გააჩინა ის იმართება იმ ტრადიციით რომელიც აგებულია ერთი ადამიანის ნებაზე მაგრამ კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო
მიუხედავად იმისა, თქვენ არ მაძლევთ მე ამის საშუალებას და მე დრო არ გვაძლევს ამის მეჩვენება, საშუალებას, ნებისმიერი იმიტომ რომ ამ ტიპის თავართ საკითხების განხილვა აცდენილია უმთავრეს საზრის. ეს საზრისი მდგომარეობს ერთ ადამიანის ხელში ძალაუფლების მოქცევაში და აქედან უნდა დაიწყოს ეკლესიის პრობლემაზე საუბარი. ვინ არის ეს ადამიანი და რა გზებით რას მე ვასახელებ და თქვენ არ მაცლით უბრალოდ ამაზე საუბარი. ით რა არ არის საჭირო ბატონო თქვენ და თქვენისთანები ნუ იქნებიან შორენად ხარდამჭერები, შორენად თეთრუაშვილი ეს ადამიანი, ნუ იქნებიან თქვენისთან ადამიანები მისი მხარდამჭერები, აქ გამправებლები მისი ყველაფერი ნათელია. თქვენ არ ვიცი მე 30 წელი ეკლესიას და ეკლესიის პროცესებს ვადევნებ თვალს. 44 წლის ვარ მეც ახლა პატარა ბავშვი არა ვარ. კი ბატონო, რა მტკიცებულებით გაამყარებთ ბატონო ლადო თქვენს ვერსიას? იურიდიული მტკიცებულებით თუ ერთი მტკიცებულება დამისახეთ. ვარაუდებით, ერთ ვარაუდით კი არა, მტკიცებულებით. თქვენ ახლა იმპერატივში ამბობთ რომ შორენა თეთრუაშვილი არის რუხი კარდინალი, ხო? ხო, რუხი კარდინალი. ანუ ისაც რასაც ზოგიერთი ადამიანი სასულიერო პირი ღიად აცხადებდა სხვა ეთერებში. იგივე სიმეორებთ ახლა თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ მე ღრმად მწამს, რომ ამ განცხადებით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მის უწმინდესობას, იმიტომ რომ ქალბატონი შორენა არის მისი პირადი რეფერანტი, მისი პირადი მდივანი წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში და მისი ყველაზე უფრო სანდო ადამიანი. ეხლა გეკითხებით, რა მტკიცებულებას ეყრდნობა თქვენი ბრალდება შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ, რომ თითქოს შორენა განაგებს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ამ შეკითხვისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ერთი რამ თქვა. ჩვენ ყოველთვის როცა პრობლემებზე ვლაპარაკობთ, მიუთითებთ ხოლმე მისი უწმინდესობა. მე ძალიან დიდ პატივს მის უწმინდესობას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მისი უწმინდესობა ეკლესია არის ქრისტოცენტრული საზოგადოება, მისი უწმინდესობა მიუხედავად ავტორიტეტისა და სტატუსისა არ შეიძლება ჩანაცვლებული იქნას და არ შეიძლება ესე ვთქვათ ქრისტიანული იდეა იქნას ჩანაცვლებული ნებისმიერი ავტორიტეტით ერთი წუთით თუ შეიძლება არა იერარქიული არ არის მე მინდა ეხლა გადავიდე ერთი წუთით ბატონო მაცარე თუ შეიძლება ქრისტოცენტრული ნიშნავს იერარქიულობა არა ბატონო ქრისტოცენტრული ქრისტეს იდეისმიერ აგებულ იერარქიას ნიშნავს და არა იერარქიულობას ზოგადად. მე მინდა უთხრა ბატონ დიმიტრის, რომ ქალბატონი თეთრუაშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა არის კანონიკური დანაშაული, არც ერთი რომელ პოზიციაზე დაასახელეთ თუ შეიძლება პოზიცია? რეფერენტი, დივანი, რომელიც არის კანონიკური დანაშაული, არც ერთი საეკლესიო პრაქტიკა დღემდე არსებული პარალელი სოციალური მუხლი პარაგრაფი ნაწილი მიმითით პრაქტიკის ბატონო პრაქტიკის თეორიის არა ეს კითხვა თქვენ ორგანიზაციაში გიმუშავებთ ბატონო რომელში დამისახელეთ ძალიან ბევრ ორგანიზაციაში უკაცრავად რა მუშაობდი რელიგიის აგენტოში რელიგიის აგენტოში განათლების სამინისტროში და ასე შემდეგ მე ფილოლოგები ყავს ბატონო იდიშე გიორგი ხო აი ამიტომაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როცა ჩვენ პირდაპირ ვამბობთ იმას რომ ჩვენ დივან რეფერატი რას ნიშნავს ახსენი ფილოლოგი ბატონო შეიკავეს გადახედეთ ეკლესიის ისტორიას რომელიც თქვენ არ წაგიკითხავთ დარწმუნებული ვარ აკადემია დავამთავრე ვაიმე ვიცი როგორ დაამთავრე ვიცი შენ მე დავამთავრე როგორ შეამთავრე თეიმურაზ ბუაძის გადაწერილი წიგნი მიიტანე თეიმურაზ ბუაძის გადაწერილი წიგნი მიიტანე სამაგისტრო და გამოგიშვეს უკან და შემდგომ დაგინი როგორ თეიმურაზ ბუაძის ეგ იყო აი და ვიცი ესე რო დაამთავრე ესეთები რო ყავს პატრიარქოს შენასახელა სხვისგან ის ვამხილე. გაჩერდი. კარგი რა, კარგი. შენაირები რო ყავს საპატრიარქოს დამცველად იმიტომ არის საპატრიარქოს საქმე კარგად. და შორენას ეხა შორენას ვაჟიეთ. შენაირი მტრები რო ყავს ეკლესია. კარგი თქვენ შეიძლება ეს წარმოდგენა გქონდეთ, მაგრამ აი საზოგადოება იყოს ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარული. მტერი ხარ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეორები იმპირების იმას. იმპირების ეხა რა თელი შენი მოღვაწეობა არის გაправება იმ საშინელების რომელსაც ჩვენ ამ ხელმძღვანელები რო ნიჭიერი ხალხი ხართ კი ვიცი, მაგრამ ეს ნიჭი გამოიყენეთ ქრისტიანულ იმაში. შენზე. ვიცმეთ ბატონ გიორგი ძალიან მოკლედ და მაგრამ ეს გამოიყენეთ ნიჭიერი გაციდან ძალიან ცოტა დრო დარჩა. გაჩერდი, აი გაუსწორე სიმართლეს თვალე. რა ხალხს მოაწოდეთ რა? შეიძლება ეხლა დაუგდოთ ორი ბატონ ჩემ კითხვებს. მე მაგ ესეთი კითხვები. გადასახადებს გზე შეღავათი აქ ეკლესიაზე ჩვენ არ ვიცით რამდენ ფულს ნიშნავს ეს. დონაციები მიდის ეკლესიაში და ჩვენ არ ვიცით ეს რაოდენობის არის. ძალადობა ხდება ეკლესიაში სასულიერო პირების მიერ, სასულიერო პირების მიმართ კონკრეტული ფაქტები მხილებულია, დაწყებული 10 წლის წინანდელი
ახლანდელი პრაქტიკა და ჩვენ არ ვიცით ეს საქმეები რა დღეშია. საქართველოს პატრიარქი შეხვდა რუს მოტოციკლისტებს, რომელიც თავის თავს უწოდებენ ბაიკერებს და ჩვენ არ ვიცით ეს შეხვედრა ვინ მოაწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის საფრთხეში, რომელიც ეხლა მათ შორის ასპინძაში ერთ-ერთი ციხეზე რესტავრაციის დროს ამოიღეს ძვლები და გადაყარეს უბრალოდ გარეთ, ეს იყო იქ სამარხები, რომელსაც ასე მოექცნენ. არაერთი ძეგლია, რომელსაც ეკლესიის წარმომადგენლები ეპყრობიან ძალიან ცუდად. მტკიცებულება არის უამრავი ფოტო, რომელსაც გამოგიგზავნით დაწყებული და 1000 ვებსაიტზე და ვებსაიტის მისამართი მითხარით ეხლავე მითხარით ვებსაიტის მისამართი. როდის იყავით ბოლოს სვეტი ცხოვრება? გიორგი, ვებსაიტის მისამართი მითხარით და შევალ ამ პირადად გადმოგიგზავნით ბატონ დიმიტრი და მოდით გადმოგიგზავნოთ ეთერში. სვეტის ყოველშიც დავდივარ და ასპინძაშიც დავდივარ. გიორგი, რის ეხლა ვიყავი და ბათუმის ხალთაში მილიონიანი სახლი აცო აი ამ ცილის წამებლობას არ გირჩევნია რომ ისწრებულება თქვა მე როგორ წამებ ანუ ძვლები ვიღაცამ ამოიღო და გადაყარა სად არის წყარო ფოტო ილუსტრაცია მომეციცავს ისიც ის იმიტომ რომ ჩვენ ეს არ ვიცით რა ხდება ვინმე მიცის საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ვინმე მიცის როცა ვლაპარაკობთ პატრიარქი რაღაცას განაგებს რას განაგებს ეს ადამიანი თუ ამდენი რაღაცაა რაც არ ვიცით თუ მისი მღვდლები რაღაცას ხელს აწერენ და 50 მილიონებს ატრიალებენ წინ და უკან გიორგი საკუთარ თავს ამხელთ თქვენი განცხადებები თუ იაკობი ეპისკოპოსი იაკობი რომელიც გამოდის და აგინებს ხალხს და იმუქრება და ეს მის ეპისკოპოსად რჩება და შორენა თეთრ მიმითითეთ ერთი მტკიცებულება რომ აგინებს ხალხს მიმითითეთ ჩართეთ და მტკიცებულება დადეთ მტკიცებულება რას ნიშნავს ეხლა თქვენ საზოგადოებაში გაგიდეთ პროცესზე წამებულობთ და პასუხს აგეთ ღია პროცესზე გამოდის და გამოდის ღია პროცესზე მეუფე იაკობი აგინებს ხალხს საჯაროდ ღია პროცესზე გავარჩიოთ და დავდოთ მეუფე იაკობი რომ პატრიოტი და ეროვნული კაცია იმ ადამიანს გიორგი მელაძე მაინც არის ქართული გვარსახელის მატარებელი მაინც არის ედიშერ ქარჩავა დიმიტრი ლორთქიფანიძე გიორგი მელაძე და ლადო ნარცი იყვნენ ჩვენი სტუმრები დასრულებულია გადაცემის ეს ბლოკი წინ გველდება რეკლამის შემდეგ უკვე ფარცხალძე თორდიას კონფლიქტის გარშემო ვიმსჯელებთ ოთარ ფარცხალძის ადვოკატთან ერთად დაგვაუდეთ